მოგესალმებით. კვლავ მიწევს თქვენ წინაშე გამოსვლებისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება იყოს უკვე მესამე სერია იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი NGO და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართულ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება როგორც ტრაგედია და შემდეგ როგორც ფარსი. ტრაგედიად ეს ეგრეთ წოდებული გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა ზუსტად 4 წლის წინ და სხვათა შორის გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ 2020 წლის 3 ნოემბერს შედგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა მთავარი არხის სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში და შემდეგ დაიწყნენ და ყველა შევიდა პარლამენტში. ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება, იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ გონია თუ მაყურებელიც იგივეა, მაგრამ ამ ფარს უკვე ყველა კარგად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც. ახლა ნახოთ მესამე სერია ჩვენი მხილებისა. სამ საკითხს შევეხები ხმის მიცემის ფარულობაზე, რომელზეც ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა NGO-მ, ამორჩეველთა მობილიზება და მაღალი მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციები. პირველი რაც შეეხება დეზინფორმაციას ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ამ მეთოდით, ელექტრონული მცველების მეთოდით 6 არჩევნები ჩატარდა აქამდე 2021 წლიდან მოყოლებული. არც ერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ქონია ბიულეტენებთან, ეგრეთ წოდებულ მელანთან დაკავშირებით. რაიმე პრობლემა არ ქონია, მხოლოდ 5 დღის თავზე ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მოიფიქრეს ეს როგორც საბაბი. და ამბობენ, რომ ვინაიდან ამბობენ, რომ და ამით ამტკიცებენ, რომ არის ფარულობა დარღვეული. ახლა ნახოთ რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. პირველი, თქვენ ხედავთ პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებს 2020 წლის. გაცნობთ, რომ პოლონეთში გამოიყენება ელექტრონული არეში და ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა, გამჭვირვალე ყუთები ბიულეტენების კონვერტშიც კი არ თავსდება. იცით თქვენ, რომ ჩვენთან როდესაც არის ბიულეტენების და ყუთში მოთავსება, კონვერტში თავსდება იმ შემთხვევაში. ელექტრონული თავსდება შესაბამისად მასაც კონვერტი ქვია, საქაღალდეს ტიპის კონვერტი. პოლონეთში ხედავთ, რომ არ არის კონვერტში და მათ შორის თუ დავხედავთ, ნახავთ, რომ ჩანს კიდევაც ვის აძლევს ხმას ამორჩეველი. ანუ რა უნდა თქვა საიას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდეს. შემდეგი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის. აქაც გამჭვირვალე 5 ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. როგორც ხედავთ, ჩანს ვის ნომრები პარტიის და არჩევანი ამორჩეველს. ანუ რას ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მისი დამფინანსებელი ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს. სულ ახლახან ერთი კვირის წინ იყო ლიეტუვის 2 კვირის წინ საპარლამენტო არჩევნები. აი ახლახან იყო. ნახევრად გამჭვირვალე 5 არის, ადრე გამჭვირვალე ქონდათ, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. და ხედავთ ამ შემთხვევაშიც, ბოდიში, აი ჩაგდების დროს როგორ ჩანს თუ ვინ ყავს არჩეული ლიეტუველ ამორჩეველს. და გუშინ იცით რომ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფართოებით აკვირდებოდა და ჩვენ ნახეთ სურათი, სადაც აქაც ნახევრად გამჭვირვალე 5-ია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში და ქალბატონი სანდუ, რომელიც არჩეული იქნა პრეზიდენტად, 5-თან, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ის არის მონიშნული ამორჩევის მხრიდან. ანუ რას ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ამას უპირებს მოლდოვის ხალხს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერც ერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ეჭიდებიან ხავს, რომელიც უკვე დიდი ხანია დანახული აქვს ქართველ ხალხს. ეს არის პრობლემა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ განსაკუთრებით ის, ვინც ეგრეთ წოდებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და მოქმედებს უცხოური დაფინანსებით, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგმა, იყვნენ ქართული ოცნების წინააღმდეგ და ახლა როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოվել, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამორჩევლებს წაართვან არჩევანი.
იმიტომ რომ ეს არის ზუსტად სინამდვილეში, რასაც ემსახურება ეს ბოდვა, რომელსაც ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გამისმენთ და მე ეს არაერთხელ თქვი. ეს უკვე აღარ არის პრობლემა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის. ეს არის პრობლემა იმ დონორების, რომელიც აი ამ თაღლითურ დასკვნების შესაძლებლობას აძლევენ ასეთ ორგანიზაციებს, რომელიც პირდაპირ დეზინფორმაციულად ცდილობენ წაართვან არჩევანი ქართულ ხალხს. ამიტომ დონორების პასუხისმგებლობა არის და ვეღარ გაიქცევიან ამჯერად ამ პასუხისმგებლობას და მინდა რომ ყურადღება მიაქციონ, რომ მათი ფულით ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრა. შემდეგი დეზინფორმაცია. ამორჩეულთა მობილიზებასთან დაკავშირებით გაიარეს რა ეს თემები და ვერაფერი ვერ მოიფიქრეს. ბოლოს ვერც თენგომ რომ ახსნა და ვერც ტოპ-ტვინებმა ბოლოს ტელეპირველის იმედად დარჩა ბატონი ხაზარაც და დანარჩენი ოპოზიცია და აღმოაჩინეს, რომ თურმე პარტიები საკუთარ ამორჩეულთან არიან კავშირზე, საკუთარ ამორჩეულს ესაუბრებიან, ამობილიზებენ საკუთარ ამორჩეულს. მათ შორის ამან უკვე მიიღო ფაშისტური ხასიათი სოციალში. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი არცერეს პერსონალურ ინფორმაციას თან ისეთი კონტექსტით, რითაც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის აუცილებს სიებს, სადაც არიან ჩვენი კოორდინატორები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ამორჩეულთან კავშირზე ამორჩეულთან დაკავშირებაზე, აუცილებს ამ სიებს, ამ ადამიანების სახელებს და გვარებს. ერთ-ერთ სიაში მას ასე ვთქვათ წაშლილი აქვს პირადი ნომრებით, ეთყობა ვერ ხვდება, რომ სახელი და გვარის პირადი ინფორმაცია არის. აუცილებს ამ ინფორმაციას თან იმ კონტექსტში, რომ პირდაპირ მონიშნული ყავს ისინი, როგორც სამიზნე ვერბალური თუ ფიზიკური თავდასხმის. აქაც ვიტყვი, რომ ქალბატონი ყოფილი სახალხო დამცველი დღეს იცით, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მას აფინანსებს ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და რა თქმა უნდა ასეთი ფაშისტური კამპანიები, როდესაც შესაძლებელი ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსების წყალობით, ეს არის ევროკავშირის პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი დაფინანსებელი ამ ორგანიზაციის არის ევროპის დემოკრატიის ფონდი. შეგახსენებთ, ეს ის ფონდია, რომელიც ფარულად ხარჯავს ფულს საქართველოში, მათ შორის პოლიტიკურ აქტივობებში და პოლიტიკურ პარტიებში. აი ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში, რომ ხედავთ ყოფილი სახალხო დამცველი, არ ვიცი მე რანაირად იყო ეს ადამიანი ამდენი ხანი სახალხო დამცველი, როცა ვერ ხვდება, რომ ამხელა დარღვევას ჩადის, როდესაც ადამიანებს პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებს თან იმ კონტექსტში, რომ ის ასე ვთქვათ მტრად ყავს მონიშნული შესაბამისი კლავიატურის ვერბალური ლომებისთვის და ზოგიერთი ფიზიკური მოძალადისთვის ამ ადამიანების წინააღმდეგ. ხა რა ხდება სინამდვილეში? ჩვენ ამ დღეებში მათ შორის აი ამ ცნობილი სიუჟეტით, რომელსაც მთელი ოპოზიცია ასე სიხარულით შეხვდა, ვინაიდან თენგოს და გრიგოლის შემდეგ და ტოპ-ტვინების შემდეგ სხვა იმედი გადაწყვეტილი ჰქონდათ და ჩამოეკიდნენ ამ სიუჟეტს და რა აღმოაჩინეს? თურმე oi საოცრებად, თურმე საქართველოში პარტიები არიან დაკავებული პარტიული სამუშაოთი და საარჩევნოდ უპირველეს ეს გულისხმობს იმას, რომ იცოდე და იცნობდე შენს ამორჩეველს და მეორე უზრუნველყო, რომ შენი ამორჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ თქვით არაერთხელ, რომ ეს არც საქართველოში ყველა პარტია აკეთებს ამას, ვისაც ამისი რესურსი აქვს და ასე ვთქვათ, თავი პარტიად მიაჩნია. ეს არის საერთაშორისო დაპროფილებული მეთოდი და ჩვენ არაერთხელ თქვით, რომ ამაზე ტრენინგებსაც კი ატარებდა IRI თუ NDI. აი წარმოგიდგენთ ახლა სახელმძღვანელოებს პირველი ეს გახლავთ NDI-ის სახელმძღვანელო საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით. და პირდაპირ ნახავთ თქვენ 350 გვერდიანი სახელმძღვანელო არის. ძალიან დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შეადგინოს სიები, ბაზები, ამორჩევლების, როგორ უნდა დაყო ისინი შენ მომხრეებად, მოწინააღმდეგეებად, გადაუწყვეტელებად, როგორ უნდა კონდეს მათთან კავშირი და კომუნიკაცია და მათ შორის რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო. საუბარი ამ სახელმძღვანელოში ამორჩევის სიყვარული საკმარისი არ არის, თუ კი მათ მხოლოდ სახლიდან უყვართ. საჭიროა რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგი შედეგი გაქვთ კვლევებში, თუ კი თქვენი ამორჩეველი არ მივა არჩევნებზე. ასევე ამბობს, რომ გადაამოწმეთ ვისთეს თუ არა ხმა და დაარწმუნეთ, რომ მივიდნენ ხმის მისაცემად, თუ კი ეს ჯერ არ გაუკეთებია. პირდაპირ აღწერილი არის პროცესი მთლიანად, დეტალურად და ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამაზე არა მხოლოდ ჩვენ,
ყველა პარტიას ამ ქვეყანაში ამგვარი ტრენინგების, სემინარებში მიუღია მონაწილეობა, სადაც ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შედგეს ბაზები, რა ინფორმაცია უნდა იყოს მასში, უფრო მეტი ინფორმაცია არის რეკომენდირებული, ვიდრე თქვათ ამ გავრცელებულ სიებში არის და შემდეგ როგორ უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, როგორ უნდა გადამოწმეს არჩევნების დღეს, იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ასევე გახლავთ აირაის სახელმძღვანელო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით და აქაც ნახავთ ასეთ ციტატებს, რომ გადამწყვეტია ის მხარდამჭერი, რომელიც ხმას აძლევს. თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს, თუ კი არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებს. მეორე, შეადგინეთ ამომრჩევლების თქვენი საკუთარი მონაცემთა ბაზა, სახელი, ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ მთელი სია ჩამონათვალი რა უნდა იყოს ამ ბაზაში. მესამე, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდით ყველა მხარდაჭერს და შეახსენეთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. მეოთხე, არჩევნების დღეს მიაკითხეთ და დაეხმარეთ, რომ მივიდნენ უბანზე, მათ შორის ტრანსპორტირებით და ასე შემდეგ. აი ეს არის ის ფარსი, რასთანაც გვაქვს საქმე ოპოზიციის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, როდესაც არ აქვს არგუმენტი და ეძებენ საბაბებს იმისთვის, რომ მოარგონ საკუთარ წარმოდგენას სამყაროზე. მათი წარმოდგენა სამყაროზე და მე ვთქვი კიდევაც, ფაქტობრივად ფსევდორელიგიურ მიმართულება ჩამოყალიბდა ნახსობა, როგორც ასეთი და უკვე პარტიულ წევრობას, კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვინც აი ამ ფილოსოფიით მოქმედებს, სინამდვილეში ამ იდეოლოგიის ნახსობის ასე ვთქვათ წარმომადგენელი არის ფსევდორელიგიის, რომელსაც ჩამოაყალიბეს, რომ შეუძლებელია მათ სამყაროში, რომ ქართველი ხალხი უარს ეუბნებოდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე და ეხლა ამ ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე არიან, როდესაც ნამდვილ რეალობას შეეჯახნენ. ასე რომ ესეც სრული სიხალბე, დეზინფორმაცია, თითქოს ამორჩევლების და მხარდაჭერების სიების შედგება, ორგანიზება, მათთან კავშირი იყოს რაღაც საკითხი, რომელიც ერთი ქართულ პრაქტიკა არ იცნობს, ყველა არჩევნებზე, ყველა პარტია, ვისაც ამისი რესურსი აქვს და არის გარკვეულწილად მეტნაკლებად დიდი პარტია, ყველა პარტია ასე მუშაობს, ეს არის პარტიული მუშაობის მთავარი პრინციპი და უცხოური პრაქტიკა ზუსტად ამაზე მეტყველებს და წარმოიდგინეთ მათ შორის საერთაშორისო გაიდლაინები და სახელმძღვანელოები. მესამე, დეზინფორმაცია მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აქაც ჩვენ ვნახეთ მათ შორის ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩართული არის, NGO-ები ჩართული არიან და ოპოზიცია არის ჩართული, როდესაც გამოარჩევენ გარკვეულ ოლქებს და რეგიონებს ჩვენ ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებით კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონტექსტში წარმოადგენენ მაღალ მხარდაჭერას, თითქოს ხდება ადამიანებით მანიპულირება. ეს არის ჩვეულებრივი ქსენოფობიური კამპანია, რომელიც ასევე კიდევ ერთხელ წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე და ჩავხედოთ ახლა რა არის რეალობა. თქვენ იცით, რომ ამ არჩევნებზე აღარ იყო მაჟორიტარული სისტემა, თუმცა შემოღებული იქნა ეგრეთ წოდებული დელეგატის ინსტიტუტი. ყველა პარტიას შეეძლო საკუთარ საარჩევნო სიაში კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნებინა ამა თუ იმ ოლქს და ეთქვა, რომ აი ეს ადამიანი იქნება თქვენი ოლქის წარმომადგენელი შემდეგ პარლამენტში. ქართულმა ოცნებამ ყველა ოლქში, 30 ოლქში დააყენა დელეგატები და ყავდა ყველა დელეგატი, მათ შორის უმეტესობა იყო არის მოქმედი მაჟორიტარი, რომელსაც ისედაც დიდი კავშირი აქვს რეგიონთან და ყველა დელეგატი იყო რეგიონის წარმომადგენელი, რეგიონთან კავშირის მქონე ადამიანი, რომელიც იქნებოდა რომელსაც რეგიონის მოსახლეობა ჩათვლიდა საკუთარ ხმად და წარმომადგენლად პარლამენტში. და კიდევ ერთხელ ყველა ოლქში ყავდა ჩვენ დელეგატები. მეორე, ჩვენ ჩავატარეთ კარდაკარი, არა ერთი, როდესაც ყველა ოჯახში დელეგატებისთან ან ჩვენი შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ყველა ოჯახში მივედით. მათ შორის კარდაკარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ზუსტადაც რომ ამომრჩევლების ასე ვთქვათ აღრიცხვა, ნახვა, ვინ არის ჩვენი ამომრჩეველი
ვინ შეიძლება რომ დავარწმუნოთ რომ იყოს ჩვენი ამომრჩეველი და ასე შემდეგ. კარდაკარის ასევე მიზანი არის ჩვენი საინფორმაციო ბროშურების დარიგება და ამაზე ცალკე კარდაკარი ქონდა, როდესაც ერთის მხრივ მიღწევებისთან დაკავშირებით ბროშურები დავალიგეთ და მეორე საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. და რეგიონული ღონისძიებები, იცით რომ ყველა რეგიონში ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, სადაც ყველა ვიყავით წარმოდგენილი და მათ შორის ცალკე ჩვენ კიდევ ქონდა მეც პირადად რეგიონში დავდიოდი და ქონდა შეხვედრები. საერთო ჯამში დელეგატებს შეხვედრად აღრიცხული აქტივობები არის შემდეგი. 5048 შეხვედრა ჩაატარეს მხოლოდ დელეგატებმა. ეს არის აღრიცხული შეხვედრები, რომლებიც 50 დღეში 30-მა დელეგატმა ჩაატარა, რაც დღეში საშუალოდ გამოდის 100 შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით და თითო დელეგატზე აი ამ 50 დღის განმავლობაში, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თითო დელეგატმა 170 შეხვედრა ჩაატარა. ვიყავით ყველა სოფელში, ვიყავით ყველა უბანში, მივედით თითქმის ყველა ოჯახში, იმისთვის რომ გვესაუბრა მათთან, აგვეცნა თუ რა არის ჩვენი საარჩევნო პლატფორმა, დაგვერწმუნებინა რომ ხარი დაეჭირათ ქართული ოცნებისთვის. რას აკეთებდა ამ დროს ოპოზიცია? მათ არ ყავდა დასახელებული არავის, არც ერთ პარტიას, არც ერთი დელეგატი არ ყავდა დასახელებული. ნული. საერთოდ არ ყავდათ, არ უთხრეს ხალხს რომ იცით რა, თქვენი წარმომადგენელი აი ეს ადამიანი იქნება პარლამენტში. მათ არ ყავდათ გამსვლელ სიებში რეგიონიდან კანდიდატები, რომლებიც რეგიონის სახე იქნებოდა, სადაც იმერლები, კახელები, არ ვიცი, აჭარლები ჩათვლიდნენ, რომ ეს არის ჩემი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის არ ყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გასვლით სიებში. საერთოდ არ ყავდათ, ერთ პარტიას ყავდა მხოლოდ და ისიც მაინც იმ რეგიონის წარმომადგენელი არ არის, სადაც ეთნიკური გარკვეული ეთნიკური ჯგუფები კომპაქტურად არიან დასახელებული. საერთოდ არ ჩაუტარებიათ რეგიონში კამპანია. თქვენ ნახავდით რომ იყო რამდენიმე ჩასვლა კამერების თანდასწრებით, სხვა მხრივ კითხეთ, რა ვიცი, თქვენს ყავთ რეგიონში, ხალხს არ გულისხმობ მხოლოდ თბილისის მიღმა რეგიონს, თბილისსაც გულისხმობ, თბილისის ოლქებში მათ შეხვედრები არ ქონიათ. კითხეთ, რა ვიცი, თქვენს გაიკითხეთ და კითხეთ თბილისში თუ მის გარეთ, თუ ხედავდნენ ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომელიც სოფელ უბან დადიოდნენ და ხვდებოდნენ ადამიანებს. ფაქტობრივად არ ჰქონდათ კამპანია რეგიონში და ძირითადად მათი კამპანია იყო ტელევიზია და უცხოელების მხარდაჭერა. მეტი არაფერი. ნული დელეგატი საქართველოს სხვადასხვა ოლქიდან. ამასობაში ჰქონდათ ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, იტალიაში. აი საარჩევნო კამპანიის დროს. ნაცვლად იმისა, რომ მისულიყვნენ ადამიანებთან ესაუბრათ, ნაცვლად ამისა დადიოდნენ და უცხოელებს ელაპარაკებოდნენ. ამან თავის შედეგი გამოიღო, ხედავთ რომ უცხოელები უფრო ჩანან მათი ამომრჩევლები უფრო უცხოელები არიან ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ხედავთ გარედან როგორი მხარდაჭერა აქვს. თუმცა რა მოლოდინი ჰქონდა, როდესაც რეგიონებში, მათ შორის თუ შევხედავთ ახლა სად არის მაღალი მხარდაჭერა, ხომ? ჩვენ 10 ოლქი რომ ავიღოთ ყველაზე მაღალი მხარდაჭერით და აქაც კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნოს ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აქვს გამართული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს და ზოგიერთ NGO-ს. თუ კი შევხედავთ 10 ყველაზე მაღალი მხარდაჭერით მქონე, სადაც ქართულ ოცნებამ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, თქვენ ნახავთ, რომ ეს შერეული ოლქები არის, აქ არ არის ოლქები მხოლოდ სადაც შეიძლება ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული ოლქები იყოს. ნინოწმინდა, ახალქალაქი, საჩხერე, ბოლნისი, მარნეული, ლენტეხი, დმანისი, ყაზბეგი, მესტია, წალკა. 60 და რომ შევხედოთ ახლა როგორი იყო მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ. 64 მუნიციპალიტეტიდან, თბილის თუ კი ერთ მუნიციპალიტეტად დავიღებ, 60-ში, ანუ 94%-ში ქართულმა ოცნებამ 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო. აქედან 30-ში მიიღო 60-დან 70-მდე პროცენტის მხარდაჭერა. და ეს აჩვენებს საერთოდ ჯამში როგორ იყო გადანაწილებული და მინდა როდესაც მათ შორის აი ამ ქსენოფობიურ კამპანიას, რომელსაც მათ შორის მედია და NGO-ებიც აწარმოებენ და როცა საუბარი აქვს ნინოწმინდაზე და ახალქალაქზე, სადაც მათ არ ყავდათ არა თუ დელეგატი დასახელებული,
არა თუ რეგიონის წარმომადგენლები დასახელება, არამედ ეთნიკური ჯგუფიდან წარმომადგენლები საერთოდ არ ყავდათ სიებში. თქვენ იცით, რომ ჩვენი მოქმედი მაჟორიტარი ამ ოლქიდან, ნინოწმინდან ახალქალაქიდან არის სამუელ მანუკიანი, რომელიც წლებია ამ რეგიონს წარმოადგენს, რომელიც ახლაც როგორც დელეგატი უკვე აქტიურად იყო ჩართული, მიდიოდა ყოველ ოჯახში, ყოველ უბანში, ყველას ესაუბრებოდა. და რა გონიათ ხა, რატო უნდა მიეცათ ამ ოლქის წარმომადგენლებს გვარამიასთვის, თუ რა ვიცი, სხვებისთვის, ხაზარაძისთვის ან რა ვიცი, სხვებისთვის ხმა, რატომ უნდა მიეცათ? თუ ტელევიზორში გონიათ, რომ დაინახავენ და ტელევიზორის ხათრით უნდა მიეცათ, ხმა იციან საერთოდ რა არის ამ ადამიანების მთავარი საკითხები, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი არის ამ პარტიებმა. ასე რომ აქაც ზუსტად ეს ახსნა აქვს საერთოდ ჯამში. საერთოდ არ უმუშავიათ მოსახლეობასთან, საერთოდ არ მისულა არავისთან, ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ მთელ საქართველოს, ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებს, საერთოდ წარმომადგენელი სიაშიც კი არ ყავდათ, რომ მათი ხმა ყოფილიყო და ვიღაცას აღეკვა როგორც საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და შემდეგ უკვირთ რატომ არ აქვს მაღალი მხარდაჭერა ამა თუ იმ პირს. მათ შორის თუ გავყვებით, ყველაფერს ზუსტად ეს აქვს. ნუ საჩხერის მაღალი მხარდაჭერა ეს ტრადიციულია და მნიშვნელოვანი არის. ბოლნისს რაც შეეხება, იცით რომ ჩვენი დელეგატი ამ შემთხვევაში იყო ბოლნისის მერი, რომელიც წლები არის ბოლნისის მერი და ბოლნისის განვითარებას თუ შეხედავთ, მიხვდებით კიდევაც რატომ აქვს ასეთი მაღალი მხარდაჭერა მისი კანდიდატურის წყალობით ქართულ ოცნებას. მარნეულში ჩვენი დელეგატი იყო ზაურ დარგალი, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი არის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული პატივისცემა აქვს რეგიონში. ლენტეხი, დვალისი, ყაზბეკი, ყველა ეს ამ საკითხთან დაკავშირებით არის სინამდვილეში ძალიან მარტივი გასაგები, რატომ დამარცხდა კატასტროფულად ოპოზიცია მთლიან საქართველოში, რატომ დამარცხდა კატასტროფულად იმ რეგიონებში, რომელსაც ვერც კი აღიქვეს, რომ მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ისინი პარლამენტში და აქ პარკეტზე დაზრდილებმა ჩათვალეს, რომ უნდა ყოფილიყვნენ რეგიონების წარმომადგენლები ალბათ და მათ შორის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ რეგიონებზე, რომელსაც ისინი ამ ქსენოფობიურ კამპანიას ავრცელებენ, ამ რეგიონებში ყველაზე დაბალი იყო სინამდვილეში აქტივობა და მათ შორის უფრო დაბალი, ვიდრე ეს იყო 2020 წელს. ამიტომ ეს საკითხები კიდევ ერთხელ რომ ჩამოთვალოთ, რაც არის დღეს ვანდელი დეზინფორმაციის მთავარი საკითხი, ხმის მიცემის ფარულობა, აბსოლუტური ტყუილი და თუ კი ფიქრობენ, რომ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა დაიღვა და უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს მოლდოვაში გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები, უნდა გაუქმდეს ლიეტუვაში 2 კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ბულგარეთის და ეს 4 მაგალითი, თორემ სხვა მილიონ მაგალითს მოგიყვანთ და დააკვირდით ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები როგორ არის და იქაც დაინახავთ ამ სტანდარტით ფარულობის დარღვევას. მეორე, ამ ორჩეველთა მობილიზება, ამის წარმოჩენა თითქოს ეს არის რაიმე არა თუ დარღვევა, არამედ რაიმე ისეთი რამ, რაც არ არის საერთაშორისო სტანდარტი პარტიის მუშაობის, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და რა ვიცი, ხო ხედავთ 5 წუთი დაჭირდა და 2 სახელმძღვანელოს ამონარიდის ჩვენება იმისთვის, რომ ეს დიდი ფარსი გვემხილებინა და მათ შორის ის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სოციალში ახლა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწარმოებს ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ. და მაღალი მხარდაჭერის მიზეზები ჩახედონ სინამდვილეში ის კომპლექსური სქემა, რადგან ისინი საუბრობენ, არის ძალიან მარტივი. ამ სქემას ქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი მხარს არ დაგიჭერს, თუ ხალხთან არ მიხვალ, რა თქმა უნდა, შენი კარგი იქნება არანაირი შანსი რომ მქონდეს კარგი შედეგები და მეორე, ამ არჩევნებზე და ნუ რავი თავს ნუიტყუებს და ნუ იმშვიდებს განსაკუთრებით ოპოზიციაში. ამ არჩევნებში ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, რომ ქართულმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი და ამ ადგილას უნდა იყვნენ ისინი ქართული ხალხის ვერდიქტით.
მოგესალმებით, სალომე გობრონიძე ტელეკომპანია პოზიტივი რამდენიმე კითხვა მექნება ბატონო შალვა. პირველ რიგში მინდა გითხოთ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ერთგვარად თავს ესხმის ქართულ დიპლომატებს. გასულ დღეს იყო დიპლომატიის დღე და სალომე ზურაბიშვილმა თავის სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა, ვციტირებ, დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ასე მიმართა ქართულ დიპლომატებს. როგორ აფასებთ ზურაბიშვილის განცხადებას? მე მგონი აღარ არის რაიმე დატვირთვა აღარ აქვს კომენტარის გაკეთებას ქალბატონის სალომის განცხადებაზე, ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილია ამ თანამდებობას უფრო მცირდება და მე მგონი უბრალოდ უნდა მშვიდად მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ. ქალბატონის სალომის დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით ცნობილია დიდი ხანია, მათ შორის როცა ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მოიკითხეთ მაშინ რა ჩაატარა მან როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები, რაც მაშინ დაიწყო ქალბატონმა სალომემ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაგრძელებული იმით, რომ ის უკვე დიდი ხანი არის ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღობს კონსტიტუციას. ამიტომ რა უნდა ვთქვა, ქალბატონ სალომე დაასრულებს თავის ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება მისთვის სამწუხაროდ არასახარბიელად საქართველოს ისტორიაში. ოპოზიციის პროტესტებს მინდა გკითხოთ, ვიცით რომ კარვების დადგმა დაანონსეს რუსთაველის გამზირზე. რეალურად რა მოლოდინი გაქვთ მათი მხრიდან? ჩვენ გვახსოვს პრაქტიკა გასულ წლებში, როდესაც კარვები დადგეს, თუმცა არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იმ კარვებში არ იმყოფებოდა ხოლმე და ძირითადად პარტიული აქტივი ყავდათ დიქტატორული მობილიზებული. ახლა რისი მოლოდინი გაქვთ თქვენი ოპონენტებისგან და რა რესურსი აქვთ მათ? მადლობა. გითხარით რომ ეს კიდევ ერთი ფარსია უკვე ისტორია, ამჯერად უკვე ფარსად მეორდება, ზუსტად 1 წლის წინ იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია მთავარი სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს და ერთ რამესაც შეგახსენებთ კიდე, არ ვიცი ცნობილი არის თუ არა, მას შემდეგ რაც მათ ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით რომ ხელფასები ჰქონდათ დაკვითული, გვეხოცნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი, უпростоრად შეიკრიბა ხაზინადათა საბჭო, შეიკრიბა ბიურო, იმისთვის რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი ესე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში იყო და გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებდნენ 2020 წლის, მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ და ყველამ სუხე-მსუხე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე, ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგი სად და ზოგმა არ ვიცი შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა დიდი სუფრა. ასე რომ ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელსაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ამიტომ პრობლემა ამ შემთხვევაში მათში კი არ არის კარვები ჩქარაო გაყვების და კითხვები მათთან ჩვენ აღარ გვაქვს. ჩვენ კითხვები გვაქვს იმათთან, ვინც ამ ხალხს მართავს ქვეყნის გარედან. მნიშვნელოვანია რომ ეხლა დავინახოთ ჩვენ რა სინამდვილეში რა განწყობები, რა გეგმები, რა დამოკიდებულება აქვს, უბრალოდ რა დამოკიდებულება აქვს ამ ხალხს ქვეყნის გარეთ ყოფ ამ ხალხს. ჩვენ ნახეთ ლიეტუვის სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლის ქალბატონ რასა იმჩიანეს განცხადება, რომელიც ამოდის ევროპარლამენტის წევრია და სინამდვილეში მივედით იმ წერტილზე, რაც დიდი ხანია გულში ქონდა ბევრს ქვეყნის გარეთ ზოგიერთებს ასე ვთქვათ, ვიც ნაცნობრად ხარდამჭერი არის. და ამ ადამიანმა როგორც იქნა ბოლოს თქვა, როგორც ბოლოს ევროპარლამენტმა გაამჟღავნა, რომ სინამდვილეში რას ვთხოვდნენ ჩვენ სანქციების დაწესებას. ახლაც გაამჟღავნა ამ ადამიანმა, რომ სინამდვილეში მათ პრობლემა არის ქართული ხალხი, რომელიც ხარს უჭერს ქართულ ოცნებას. ხალხი არ მოსწონთ. არ ვიცი, რას გვიპირებენ, გადასახლებას, გადაჯიშებას თუ რას უპირებენ ამ ქართულ ხალხს, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება ხომ გვაფიქრებინებს. თუ რა ღირებულებებზე დგანან სინამდვილეში ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ ისინი არიან ევროპა. ეს ხო ღირებულება დაკარგული ხალხი არის, რომელიც უბრალოდ სხვა ქვეყანაში მთლიანად ხალხს იწუნებს. იმიტომ მის გემოვნებაში არ ჯდება. სააკაშვილი ვინაიდან არის მათი გემოვნების პოლიტიკოსი, სხვა დანარჩენი მათი გემოვნება არის და დაიწუნეს მთლიანად ხალხი. 1.100.000 მინიმუმ, ვინც მივიდა არჩევნებში და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ქალბატონმა ლიეტუვის სამთავრობო სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელმა ფაქტობრივად გითხარო არ ვარგებთ. და რა ვიცი, რაღაც უნდა მოგვიხერხონ და მართლა
გადაგვაჯიშონ, ან გადაგვაშენონ, როგორც ჩანს, გადაგვაცხოვრონ აქედან. და ჩაგვანაცვლონ შეიძლება სხვა ხალხით. ამიტომ ჩვენ კითხვები ახლა აღარ გვაქვს ოპოზიციასთან. ჩვენ კითხვები ახლა აღარ გვაქვს იმ NGO-ებთან, რომელმაც საბოლოოდ დაისამარეს თავი ისვედმა გამჭვირვალობამ, საიამ საბოლოოდ დაისამარეს თავი, როგორც თაღლითმა ორგანიზაციებმა და ეს შანსი აღარც კი გამოიყენეს 24 წლის არჩევნების. გვაქვს კითხვები მათ პატრონებთან თუ რა გეგმები აქვს მათ ქართულ ხალხთან დაკავშირებით. საერთოდ აღვიქვავენ როგორც ერად, როგორც ხალხად, როგორც ადამიანებს, რომელსაც რაიმე უფლებები გაგვაჩნია თუ ვართ მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე ტერიტორია, ასე ვთქვათ, რომელსაც ამ თვალით უყურებენ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის ახლა, იმისთვის რომ ჩვენ დავწუნდეთ თუ რა განზრახვები აქვს არა ოპოზიციას და NGO-ს, რა განზრახვები აქვს მათ, ვინც მათ უკან დგანან. მოგესალმებით ბატონ შაუა ტელეკომპანია იმედი ნინვარგვრიანი. რამდენიმე კითხვა მაქვს, თქვენ ისაუბრეთ იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ისმენთ მედიებით თუ პოლიტიკოსებით ოპოზიციიდან. მე მინდა გკითხოთ პირად პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებით ამჯერად მძიმე ბრალდებების ავტორი გიორგი გახარიაა, რომელიც ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა ამ ურჩევის პერსონალური მონაცემები, გულისხმობს ID ბარათებსაც, პასპორტებსაც და ამბობს, რომ სწორედ ამ გზით და ამ დაშინებით, ასეთი ფორმით დაშინებით მიიღო ქართულმა ოცნებამ ამ ადამიანების მხარდაჭერა. რამდენად ახლოს არის რეალობასთან გახარია ამ შემთხვევაში და რა სიტყვით აი ამ ბრალდებაზე, რომ პირადობები ჰქონდა ქართულ ოცნებას მოქალაქეების. საინტერესო არის და მივესალმება, რომ მან ეს მისი ბრალდება დაიწყო სიტყვებით ჩვენი ვარაუდით და მე გააგრძელა. ვარაუდი ალბათ თანამედროვე ტერმინია ჭორაობისთვის და გასაგებია რომ ის ამ საკითხზე ჭორაობს, თუმცა რაც არ არის ჭორი, არის ის რომ პირადად მისი სახელით მიუვიდათ იმეილები საჯარო მოხელეებს და ამაზე მე მქონდა ბრიფინგზე საუბარი. ერთდროულად მიუვიდა თითქმის ყველა საჯარო მოხელეს, რაც ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ იმეილების ბაზა, რაც მას არ უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება ჰქონდეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პირადად ის და მისი პარტიის წევრებიც საჯარო სამსახურში იყვნენ, არის გასარკვევი არის, ხომ არ ჰქონდათ თქმა ასეთ ბაზებზე და ხომ არ გაიტანეს კანონის დარღვევით ეს ბაზები და იყენებენ ამ ბაზებს პარტიული დანიშნულებით. მე რამდენადაც ფაქტური ვადმი თვალსწრები პერსონალურ დაცვის ინსპექტორმა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო. ამიტომ გასცეს ჯერ პასუხი იმას, რაც ნამდვილად ვიცით, რომ მისი სახელით ყველა საჯარო მოხელეს მივიდა ერთდროულად იმეილი, რაც მიუთითებს იმას, რომ მას აქვს ბაზა, რომელიც მას არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამას უპასუხობს. რაც შეეხება მისივე თქმით, რომ იმ ჭორაობას, იმ ჭორს, რომელსაც ეს აუცილებს, არ არის სერიოზული, რომ ესეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრი იყო. ერთი კითხვა მაქვს, ასევე პოზიტიური მშვიდობის ინდექსი საქართველოს 30 საუკეთესო ქვეყნებს შორის არის, ევროკომისია აფორმებს ამ ანგარიშს და ვიცით, რომ ეს ინდექსი დგება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. ეხლა როდესაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო აღიარებული და ავტორიტეტული დასკვნები ჩვენ ქვეყნისთვის. თავისთავად ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სწორი პოლიტიკა ჰქონდა ქართულ ოცნებას ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ დაუჭირა მხარი ქართულმა ხალხმა ამ პოლიტიკას და ამ არჩევნებმა და ამ რეფერენდუმმა ზუსტად ეს დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ ქართული ხალხი დგას ამ პოლიტიკის უკან, იმ პოლიტიკის რომ არ დაწესდეს სანქციები, იმ პოლიტიკით რომ არ გაიგზავნოს მოხალისეები ომში, იმ პოლიტიკით რომ არ შევიდეთ ესკალაციაში სხვადასხვა ქვეყნებთან ჩვენს გარშემო და სწორედ ამისი შედეგი არის, რომ დღეს საქართველოს და ეს ასახვა ასეთ რეიტინგებში ზუსტად იმას აჩვენებს, რაც რეალობაა. გავიხედეთ გარშემო ცეცხლის კალში ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველოს თან იმ პირობებში, მისი ორი ტერიტორია ოკუპირებული არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი
არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის არის ეს მშვიდობა, არამედ ეს მშვიდობა მნიშვნელოვანი არის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს საქართველოს არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის. დღეს საქართველოზე გადის ყველა ეს პირთი, ამიტომ ამ მშვიდობით სარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამით სარგებლობენ ასევე სხვა ქვეყნები, თორე აქ რომ არეულობა ყოფილიყო, აი მე ეკითხა ევროპას რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მე ენახათ ევროპაში როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდა. სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ და ქართულმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ კრიზის კოლაფს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ გადაარჩინეს ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს. მოგესალმებით ბატონო შალვა, მე ოპოზიციასთან დაკავშირებით აგისვამთ კვლავ კითხვას, რა გეგმა აქვს ოპოზიციას, დღეს უნდა გახდეს მათი გეგმა ცნობილი აქციების დაკავების პარალელურად, რა მიზანი და გეგმა აქვს თქვენი აზრით ოპოზიციას, სიძულვილის კამპანია, რაც თუნდაც სოციალურ ქსელში ხდება და ქართული ოცნების მხარდამჭერებზე ეს ბულინგი რაც მიმდინარეობს, რა არის ოპოზიციის გეგმა და მიზანი? კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ჩვენ ამ არჩევნებმა, როგორც წინაშე საარჩევნო პერიოდმა, ასევე განსაკუთრებით შემდეგ რეაქციებმა, ასე ვთქვათ, ამ იდეოლოგიის წარმოადგენელი ჯგუფების მხრიდან, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქტივისტების მხრიდან, რომლებიც არიან ამ ფსევდო რელიგიური, ასე ვთქვათ, მიმდინარეობის წარმომადგენლები, გვაჩვენა, რომ ისინი უბრალოდ რა ვიცით, ეს ჩვეულებრივი რელიგიური, ფსევდო რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის, ასე ჩვენ ვუყურებთ, როდესაც არ ხდება რეალობის აღიარება. ანუ ადამიანებმა იმდენად დაიჯერეს და დააჯერეს საკუთარ აქტიურ მხარდამჭერებსა, იმდენად დააჯერეს, რომ ისინი არიან სინამდვილეში საქართველოს და ისინი არიან საქართველოს მოსახლეობა და იმდენად დააჯერეს უცხოელებმა, რაც თავარი. თქვენ რა გეგონათ ხა ის მინისტრები, საგარეო მინისტრები ბალტიის ქვეყნების ჩამოსულიყვნენ აქციებზე, რომ გებოდნენ ყველანაირი საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ დაერწმუნებინათ ეს პატარა ჯგუფი, მართლა ფსევდო რელიგიური მიმდინარეობის პატარა ჯგუფი, დაერწმუნებინათ, რომ ისინი არიან ქართული ხალხი. და 26 ოქტომბერს გამოვიდა ქართული ხალხი და უთხრა, რომ ასე არ არის. რომ ქართული ხალხი ვინ არის, ყველამ კარგად დაანახა, როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ქართული ხალხი არ არის ის ხალხი, ვინც გარედან მართვას დაუშვებს. ქართული ხალხი არ არის ის ხალხი, რომელიც ეკლესიის გმობას დაუშვებს. არ არის ქართული ხალხი ის ხალხი, რომელიც ხაზს გადაუსვავს საკუთარ ისტორიას და გაიხედება გარეთ, ეხლა ვინ რას ეტყვის და ვინ რა მითითებას მისცემს. ამიტომ ეს რეალურად ეხლა რაც მათ აქვს, ეს არის რაღაც გარკვეული კრიზისი, რომელსაც ისინი გადიან იმით, რომ რეალობას შეხედეს და არ უნდათ ამ რეალობის აღიარება. და როგორც სხვა დროსაც აქაც ეტაპები აქვს ამ ყველაფერს, თავიდან ეს არის მიუღებლობა, შემდეგ არის დეპრესია, ბოლოს არის აღიარება. ასე რომ აი ამ ფაზებს გადიან. ეხლა უბრალოდ თავიდან დეპრესია აქვს, მერე მიუღებლობა, დეპრესიის ფაზა მეგონი გაიარეს, მიუღებლობა აქვს ეხლა და რაღაც მომენტში ყველაფერს მიიღებენ, როგორც 2020-ში შემოვიდნენ. შემდეგ ხელფასების აღდგენას გვეხოცებოდნენ და სუპერ თანხები ჩაირიცხეს და თავისი აქტივისტები დაავიწყდათ და იმ ფულიცაც საში დახარჯეს მერტვა უწეს. აი ზუსტად ასე მოიქცევიან, იმიტომ რომ მათი სინამდვილეში მათი ნების საკითხი არ არის, ეს არის ის თუ რა ნებასაც შთააგონებენ მათ გარეთ. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენი მხრიდანაც ისმის ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკა უცხოელი აქტორების და ასევე უცხოელი აქტორებიც აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას. ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების დალაგება, ასე ვთქვათ, როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან? მადლობა. როგორც ერთ ცნობილ გამონათქვამშია ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ არაფერი არ დაგვიწია სინამდვილეში. ეს ჩვენ ვინმეს არჩევნებში ჩავერიეთ, ლიეტუვის არჩევნებში ჩავერიეთ, თუ რა ვიცი, პოლონეთის არჩევნებში ჩავერიეთ, თუ მოლდოვის არჩევნებში ვერეოთ. ჩვენ არჩევნებში ერეოდნენ ლიეტუველი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და პირდაპირ აგიტაციას ეწეოდნენ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ისინი ერეოდნენ ჩვენ არჩევნებში, ჩვენ ვინმეს ჩავერიეთ. ასე რომ ჩვენ ისინი
გვამკობდნენ ჩვენ სასწაული ეპითეტებით ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, ჩვენ ხო არ ვაკეთებთ ამას, არა? ამიტომ როგორც კი ისინი და ამას ვეძახით ჩვენ ზუსტად გადატვირთვას ურთიერთობებს. და ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ესე, ჩვენ მოწადინებული ვართ ამისკენ. ეს არაერთხელ ვაჩვენეთ კიდევაც და შეგახსენებთ, რომ რამდენჯერმე იყო ასეთი მომენტი, მათ შორის საჯაროთაც გვითქვამს, ბატონ ირაკლი კობახიძესაც უთქვამს ეს, რომ მას ჰქონდა საუბარი ევროკავშირის ხელში და რაღაც პერიოდის წინანდელ ამბავს ვიყვებით, ალბათ 1 წლის ან 2 წლის წინანდელ ამბავს, რომ როდესაც იყო ხოლმე რაღაც გარკვეული წუხილი, რომ ჩვენი მხრიდან შეიძლება რიტორიკულად ზოგიერთ ევროპარლამენტის მიმართ რაღაც იყო მკაცრი გამონათქვამები, მაშინ ეს უთხრა, ჩვენ არაფერს არ ვიწყებთ. როგორც კი გაჩერდებიან, ჩვენგანაც არ იქნება რეაქცია, იმიტომ რომ სხვა მხრივ ხა, როდესაც ადამიანი კოშმარს გეძახის და ხა ეგეთ რაღაცებს, მე მგონი ხა ქართველობაც არ სჭირდება ამას, რომ პასუხი შესაბამისი პასუხი გასცედა. განსაკუთრებით, როდესაც ქართველებს გვეხება, რომ ასე შეურაცხყოფას გვაყენებენ, რა თქმა უნდა, პასუხი მყისიერი იქნება. და მაშინ გაჩერდნენ იმ მომენტში ევროპარლამენტარები და გაჩერდა ყველაფერი. შემდეგ დაიწყეს და დაიწყო ყველაფერი. ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება და ქმედების ავტორები ამ შემთხვევაში არიან ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები, როგორც კი ისინი მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებითი ხელმძღვანელი და არა რაღაც გაუგებარი თავისი პოლიტიკური თუ კლანური ასე ვთქვათ მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში ყველაფერი გადაიტვირთება და იქნება ჩვეულებრივი, მათ შორის ჩვეულებრივი უთრება. რუსთავი მარიამ ქაშაკაშვილი. ბატონო შალვა, თქვენ NDI-ზე და IRA-სთან დაკავშირებით ისაუბრეთ და კონკრეტული ჩანაწერებიც მოიყვანეთ მათი სახელმძღვანელოებიდან. მე მინდა დავაზუსტოთ, თუ ყველასთვის ცნობილი იყო ეს და ამ შემთხვევაში ტრენინგებიც იმართებოდა ხო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ოპოზიცია დღეს რატომ აპელირებს თითქმის იგივე საკითხს? მათყუარები არ არის, ხა ეგეც ეს ამბავი, ანუ ის მათ ხო არ აქვთ არანაირი ღირებულებითი კოორდინატებში ისინი არ გუძრავენ. მათი ასე ვთქვათ ღირებულებითი კოორდინატი არის ერთადერთი რამ, რას ეთქვიან გარედან. შეაქებენ თუ არ შეაქებენ, რა დავალებას მისცემ. ეს არის ერთადერთი. ამიტომ გითხარით, წინასაარჩევნო კამპანია მათ რეგიონებში კი არ ჩაატარეს. საზღვარგარეთ დადიოდნენ და თან იქიდან თავს იწონებდნენ, პოსტერს დებდნენ, სტატუსებს და ერთვებოდნენ ტელევიზიაში, რომ აი ვარ სტოკჰოლმში, აი ვარ ბრიუსელში, აი ვარ აქ და იქიდან თავს იწონებდნენ, რომ იქ ატარებდნენ სინამდვილეს საარჩევნო კამპანიას. წარმატებული გამოვიდათ საერთაშორისო, იმიტომ რომ იქიდან უფრო არის მათი მხარდაჭერა ვიდრე ქვეყანაში. მაგრამ სხვა გაიქცევიან ამას ფაქტებს, ხო? მათ შორის თვითონაც უყარდათ იციან ზუსტად ამას ასე მოქმედებს ყველა პარტია. ანუ პარტია სტრუქტურა, პარტიული მუშაობა ისთვის არის საჭირო. ქართულ ოცნებას 41,000-ზე მეტი მარტო პარტიის წევრი ყავს. და რა თქმა უნდა, ეს ამიტომაც მუშაობს პარტია საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით, როდესაც საარჩევნო შტაბები ხსნება, აბა რა შტაბებს ხსნიდნენ თვითონაც, ისთვის ხსნიდნენ ამ შტაბებს, ტელევიზორიდან თუ გქონდათ ხო საუბარი, ხო? ეს რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი სამუშაოსი, რომ იცნობდე შენ სამორჩევებს და გქონდეს მათთან კონტაქტი. სხვათა შორის რაც იყო რამე თუ იყო დარღვევა იყო, რომ ამას აკეთებდნენ უცხოელები სინამდვილეში. აი ეს იყო დარღვევა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არჩევნების წინა დღეს ორგანიზაცია სირცხვილია, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საჯაროდ გამოაქვეყნა და არაცხადა, რომ ის თვალსწრაფი 5 თუ 6 ავტობუსს უზრუნველყოფს იმისთვის, რომ ამორჩევლები წაიყვანოს უბნებში, რეგიონებში. უცხოური ფულით ხდებოდა ამორჩევლების მობილიზება. აი ეს კი ნამდვილად არის დარღვევა. დარღვევა არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ კამპანიას ეწეოდნენ უცხოური დაფინანსებით. იცით, რომ მათ შორის რამდენიმე აღიარებული იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ანტიკორუფციულ ბიუროს მოუხდა უბრალოდ გაჩერება იმის გამო, რომ ამ NGO-ებმა და მათმა უცხოელმა დონორებმა ნაცვლად იმისა, რომ დაბრუნებული იყვნენ საკანონმდებლო ჩარჩოში და იმ სტანდარტში, რაც არის საარჩევნო გარემო, რომ პარტიების გარდა სხვები არ უნდა იყვნენ დაკავებული საარჩევნო კამპანიით, მით უმეტეს უცხოელ დაფინანსებით, არც ეს პანიკა, რომ არ იქა ახლა არასამთავრობო დასამთავრებო ორგანიზაცია საფრთხე იქნება, პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა, შეგახსენებთ საერთაშორისო გამარჯვება, თქვა, რომ
ну თუ ასია მაშინ ჩვენ ვეღარ დავაკვირდებით ან პირდაპირ სიგნალი იყო მათგან და მათი დონორებისგან რომ თუ კი ხელს შეუშლიდა მას სახელმწიფო შეუშლიდა უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის დარღვევაში თუ ხელს შეუშლიდით და არ მივცემთ ნებას რომ უცხოური ფულის ჩარევით მოხდარიყო კამპანია მოხდებოდა საბოტაჟი არჩევნების ჩაეხსნებოდნენ დამკვირვებლები და ავტომატურად დაიწერებოდა დასკვნა რომ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო და აქედან გამომდინარე არჩევნები არ შევიდა. პირდაპირ ამ სცენარს დგამდნენ, ამიტომ ანტიკორუფციულ ბიუროსაც მოუწია მაშინ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეეჩერებინა ის პროცედურები, რაც მას ჰქონდა, თუმცა ჩვენ ხო ყველას ხედავთ, რა ვიცი, თვალები ყველას გვაქვს, ყურები ყველას გვაქვს და ყველა ხედავთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ისვედი, ეს მთელი გაერთიანება რაც ჰქონდა შექმნილი, ჩემი ხმად თუ რაღაც ასეთი რომ ერქვა, ყველა, რა ვიცი, ყველამ დაიდოს გულზე ხელი, გინდა ქართული ოცნების მომხრენ თუ მოცინან, ყველამ გულზე ხელი დაიდოს. ეს ხალხი არის მომჯარიაზე საუბრობდი ხა, რომელიც ფაშისტურ კამპანიას ეწევა. ეს ამ ხალხს ჰქონდა თუ არა კამპანია ქართული ოცნების წინააღმდეგ. ვიდეო კლიპები ჰქონდათ ევროკავშირის და ამერიკული ფონდების დაფინანსებით, ვიდეო კლიპები, საარჩევნო კლიპები ქართული ოცნების წინააღმდეგ. და ეს არის სინამდვილეში რაც ჩვენ ჰქონდა. მოგესალმებით, თათია ბაიჭაცა, ტელეკომპანია მთავარი არხი. ბატონ შალოდეს განმარტება საპროტესტო აქციების თვალზე, მოსახლეობა ითხოვს ანულირდეს გაყალბებული არჩევნები, თქვენ რას უპასუხებთ ხალხს? თქვენ როგორც გახსოვთ 26 ოქტომბერს შედგა არჩევნები. სადაც ზუსტად ის ხალხი მოვიდა, რომელიც სახელთან თქვენ ხარ გსურთ საუბარი და სინამდვილეში საუბრობთ მხოლოდ ერთი პარტიის სახელით. ხალხმა ამ არჩევნებზე თავისი თქვა თქვა და 54% ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. 1,120,000-მა მოქალაქემ ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. ჩვენი უპირატესობა მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, რომელსაც თქვენ ტელევიზია წარმოადგენს, არის თითქმის 900,000 ხმა. აი ეს თქვა ქართულმა ხალხმა და ოპოზიციას თავისი ადგილი მიუჩინა ქართულ პოლიტიკაში, ადგილი იმ ძალებისა, რომელიც უცხო ქვეყნების თუ უცხო ჯგუფების დაკვეთით მოქმედებდა. ეს არის ხალხის არჩევა. რაც შეეხება პოლიტიკოსებს თუ პოლიტიკურ NGO-ებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგს, დღევანდელი ბრიფინგიც ამას ეძღვნებოდა, რომ ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტიც კი ვერ მოიტანეს იმისთვის, რომ ეს ამტკიცონ. მათ გეტყვით, რომ საჩივრები, რომელიც აღდგენილი იქნა საარჩევნო კომისიებში 2020 წელთან შედარებით, განახევრებულია. ნახევარი საჩივრების იმ რაოდენობის ნახევარი შეიტანეს ამჯერად კომისიებში და ისიც ნახეთ, რომ რას ეხებოდა აბსოლუტურ სიყალბეს, მაგალითად ხმის ფარულობასთან დაკავშირებით იქნება ის თუ თქვა სიებთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ ბევრი დაპირება, რომ ეხლა ტოპ ტვინები აანალიზებენ, რომ თენგოს კალკულატორი უჭერავს და ითვლის. ნახეთ, რომ ეს არც ერთი ეს დაპირება არ რეალიზდა. ვერ ნახეთ საბოლოოდ რა შედეგი რა დადგა. ბოლოს ეხლა რასაც ჩაეჯიდნენ გუშინ წინ რაც იყო ტელევიზორზე გასული სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტური სიცრუე არის, ან უბრალოდ მანიპულაციაა იმ მხრივ, რომ წარმოჩენილია თითქოს აუნჩევს მობილიზება იყოს რაიმე რაც არათუ კანონს არ შეესაბამება, რაიმე სტანდარტს არ გვაქვს, პირიქით ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ზუსტად ამას ვამბობ. თუ კი ამას ეძახიან გაყალბებას, ამაზე მაშინ ეს NDI-ის მეთოდი ყოფილა და NDI-ის კითხვა. რენატ ბატონო შალომი გიკითხებდა წინაპირაშიც იყო ხომ აქცია და ხალხი გამოვიდა და ითხოვს რომ განულირდეს არჩევნები. თქვენ ამ კატეგორიას ამ ხალხს ქართულ ხალხად არ მიიჩნევთ, ანუ ვერ ხვდები. დაპასუხი გაქვთ თქვენ ქართული ხალხის მიმართ, ვინც ითხოვს რომ არჩევნები გაყალბებულია და ზემიაჩნია. არჩევნების მთელი არსი იმაში არის, რომ რაღაც საკითხები დგება ასარჩევად და დემოკრატია გვეუბნება ასე, რომ უმრავლესობა წვეთ საკითხს და არა უმცირესობა. გასაგებია რომ ვიღაცა იმდენად გადარეული არის გვარამიაზე, რომ შეიძლება ახლა მისთვის ეს იყოს მართლაც და პრობლემა. ჩვენ ნახეთ არჩევნების მეორე დღეს, თქვენს ნახავთ სოციალურ ქსელში, ხალხი ტიროდა. ამ დონეზე როცა არის ადამიანი ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურად მიბმული არჩევნების შედეგს, ხა იქ რა თქმა უნდა რთულია დაარწმუნო
ვინმე რომ სამყარო ცოტა სხვანაირად მოძრაობს და არა ისე როგორც ვიღაცა სურს. მაგრამ ეს არის დემოკრატია, რომ ვიღაც იგებს, ვიღაცა აგებს და მნიშვნელოვანი არის სასამართლოს მოსახლეობის უმრავლესობა. და უმრავლესობის ხმა იყო ძალიან კაფიო იმისთვის, რომ ვინმე შეეცადოს წახურებას. რაც შეეხება ცდილობებს ამ მხრივ პარტიების იქნება ეს NGO-ების, მათ შორის მათი მომხრეების, რომელიც შეიძლება ასეთ სახის აქციებს უერთებოდნენ, ყველას ვეტყვი, რომ ეს არის უმცელობა, რომ წართვან ხმა თავის თანამოქალაქეებს, წართვან არჩევანი თავისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. და ეს არანაირად არ ჯდება არაფერში საერთოდ, არც რაღაც დემოკრატიის პრინციპებში, არც ადამიანურ მიდგომებში, რომ უმცირესობამ შეეცადოს და უმრავლესობას წაართვას ხმა. ამიტომ შეუძლებელია 1,100,000 ადამიანს რა უნდა უკნა? რა უნდა გადავდგან თუ რა უნდა მართლა ქალბატონი რასა როგორც ამბობს, ახლა რა ვიცი, ჩვენი ბრალი არის და რა უნდა გაგვასახლონ აქედან, გადავდგან სადმე, თუ უნდა ჩამოაყალიბონ სხვა შორის ოლიგარქია, სოციალისტ ტერმინს იყენებენ, ოლიგარქია ამას ნიშნავს, მცირე ჯგუფის მმართველობას ნიშნავს. და სინამდვილეში ამ ხალხის ფილოსოფია როგორც ჩანს, ზუსტად ოლიგარქიული მმართველობის არის. მათ მცირე ჯგუფს უნდათ რომ მართონ დიდი ჯგუფის საქართველოს მოსახლეობის. საერთაშორისო გამოძიება თუ დაიწყება ამ ფონზე, არაერთი მედია საშუალებებმა გაავრცელეს კონკრეტული ფაქტები, გაყალბების, მოსყიდვის, აშენების, დაიწყება თუ არა საერთაშორისო გამოძიება. აი საკვირველია ხო ამას ახლა პარტიები, აი რატომაც ეს არჩევნები წააგეს? გამოდიან ჯიუტა და იგივე სთხიან ცხვირში ქართულ ხალხს. რატომ წააგეს ეს არჩევნები? ხო ყველამ კარგად ვიცით, ხო? იმიტომ წააგეს, რომ მათი პლატფორმა იყოს ჯანდაბას ჩვენი დამოუკიდებლობა მთავარია, რაც გვეტყვის ბრიუსელი. აი ეს იყო მათი პლატფორმა. ან რომელიმე სხვა დედაქალაქი. ახლა ამის გამო წააგეს არჩევნები. ამის გამო ქართულ ხალხმა უთხარავთ, თქვენ უსამშობლოები ხართ. როგორ მე სისხლის მოვიპოვე ჩემი დამოუკიდებლობა 33 წელია ვაშენებ ჩემს ქვეყანას და ახლა 33 წლის თავზე მაშინ როდესაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს მთლიანად ევროპაში. მაშინ როდესაც ლიდერი ვართ კანდიდატ ქვეყნებში, ბევრი მიმართულები, მაშინ როდესაც ჩვენ შევძელით რომ მშვიდობიანი განვითარება შეგვენარჩუნებინა, ახლა მეუბნები რომ მე ვარ არასრულფასოვანი ერი, არასრულფასოვანი სახელმწიფო და მე უნდა გარედან მმართონ. ეს ამას ნიშნავს, სხვა რამეს კი არა. საერთაშორისო გამოძიება თქვენ რა გონიათ? ნიშნავს რომ ვიღაც უცხოელი ბიძიები და დეიდები უნდა ჩამოვიდნენ და აქ უნდა გითხრათ თქვენ იცით რა, თქვენ სახელმწიფო არ ხართ, თქვენი თვებს ვერ იზავთ, ეხლა გამოძიებას ჩაგიტარებთ. მე რა სიტყვიან გაიხსენეთ, არჩევნებიც იმათ ჩაგვიტარონ. მე იტყვიან რომ მოდი რა ვქენ თქვენ მოდი მოსამართლეებიც ისინი იყვნენ. მე იტყვიან მოდი მინისტრებადაც ისინი დავნიშნოთ. ჩვენ რა ვართ ახლა ხალხი ვართ, ერი ვართ. ეს 3000 წელი რომ ამბობთ სახელმწიფო ვართ, რისთვის ვართ ეს ყველაფერი? რომ ვიღაცებმა გარედან გმართონ, მართლა ქვეყნებმა, რომელიც 200 წლის წინ 100 წლის წინ ქვეყანაც არ იყო და ეხლა იმათ უნდა გვაქვს. მართლა რომ უყურებთ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოს, რომელიც ევროკავშირში არიან დღეს და როგორც ვიყურებენ, როგორც მოსკოვი უყურებდა მაშინ ყოფილ მაშინდელ რესპუბლიკებს, მათ შორის მათ ქვეყნებს, ბალტიის ქვეყნებს გულისხმობ, როგორც მოსკოვი რა თვალითაც უყურებდა, ეხლა ზოგიერთი ეს პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი ასეთი თვალით ვიყურებს, თითქოს მოსკოვი არიან ისინი და ჩვენ რაღაც პერიფერია ვართ და უნდა გვაგვასწავლოთ. ნუ ასე არ გამოდის, ამას უთხრა ქართულმა ხალხმა უარი, ზუსტად ამას უთხრა უარი. არ ვარ ჩვენ პერიფერია, არ ვარ ჩვენ ვასალური სახელმწიფო, არ გვინდა ჩვენ ვიყოთ ვასალური სახელმწიფო, არ გვინდა ჩვენ და არ ვარ ჩვენ ის ხალხი და ის სახელმწიფო, რომელიც ბანანის რესპუბლიკად უნდა ჩაითვალოს და გარედან უნდა მართოს ვიღაცა. ანუ საერთაშორისო გამოძიების დაწყება ქრისტეს რიგში არის. გამოძიება დაწყება, გამოძიება ასე ვთქვათ, განხილველი პროცედურები ერთი არის საარჩევნო კომისიებში, ნახეთ რომ იყო სხვადასხვა დონეზე, სასამართლოებში, როცა რაც გასაჩივრებულია და ასევე პროკურატურაში არის გამოძიება დაწყებული. ქართულ სამართალ წარმოებას არანაირი ხინჯი არ აქვს. ვინც კი რამე დააბრალა ევროპელმა უმაღლესმა ჩინებმა, ყველა ევროპელმა დიპლომატებმა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ვინც კი რამე დააბრალა ქართულ მართლმსაჯულებას, ყველა აღმოჩნდა მტყუარი, ყველა გაამტყუნა სტრასბურგის სასამართლო. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ქართულ ხალხს არ აქვს ნდობა
იმ ევროპელი ჩინოსნების, რომლებიც ეჭვის თვალით ვიყურებენ ჩვენ, იმიტომ ჩვენ გვაქვს, ჩვენ უყურებთ მათ ეჭვის თვალით სინამდვილეში. თქვენ როგორ შეაფასებთ ქართული დიპლომატების გასავით მუშაობას, იმის როდესაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ხმას არ იღებენ და თანამონაწილეები არიან რუსეთის და სხვაში. აგითხრათ, ქალბატონი სალომე გასულია უკვე ყველანაირი, ასე ვთქვათ, ადეკვატურობის ზონიდან. ერთადერთი არის, რომ მოიცადოთ გადაევლის ეს ზამთარიც და გვეყოლება ახალი პრეზიდენტი. და უშუალოდ ქართული დიპლომატების მუშაობას როგორ შეაფასებთ? მე არ მინდა ეს არის ჩემი კომპეტენცია ზოგადად დიპლომატების მუშაობა შევაფასო, მნიშვნელოვანია ზოგადად, განსაკუთრებით ამ პირობებში, რომ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ინტერესები იყოს ფიცე წარმოუდგენლად. განსაკუთრებით ამ არჩევნებმა გვაქვს მოგვცა ჩვენ მყარი ლეგიტიმაცია ქართული ხალხისა, რომ ჩვენ საგარეო ურთიერთობებში ვიყოთ არა დამყოლები, კოჭის გამგორებლები, დამთანხმებლები, არამედ ვიყოთ ჩვენი ინტერესის წარმოდგენელი და ჩვენი ინტერესის გამტარებელი. ვინაიდან ჩვენ განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწად ნახევარმა, რაც დაიწყო უკრაინაში, გვაჩვენა, რომ ჩვენი ინტერესებზე მტკიცედ რომ არ დამდგარიყავთ და დაგვეჯერებინა ზოგიერთი ჩვენი მტერმოყვარისთვის, ჩვენ გარანტირებული ეკონომიკური კოლაფსი გვექნებოდა დღეს აქ და შესაძლოა ჩვენ სამხედრო კონფლიქტში ჩავთვლილიყავთ. შეხედეთ მაგალითად მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მაჩვენებლებს და შეხედათ. ეს იქნებოდა, ეს მონაგონი იქნებოდა იმ დარტყმაზე, რასაც ჩვენ მივიღებთ. შეგახსენებთ მოლდოვას 22 წელს, 23 წელს ჰქონდა ეკონომიკური ვარდნა, მინუსებში იყო წასული და ახლა აქვს თუ არ ვცდები 4-5% ეკონომიკური ზრდა, ანუ 4% შეიძლება მაშინ როდესაც ჩვენ 10%-ის ფარგლებში ვაქვს ეკონომიკური ზრდა. აი ეს იყო ჩვენი ბედი, მინიმუმ იქნებოდა ეს, რაც მოლდოვას დაემართა, რომელსაც სხვათა შორის ჩვენზე მაღალი ტემპი ჰქონდა კოვიდის პანდემიიდან გამოსვლის დროს, მაგრამ ეს დაემართა მოლდოვას. და ჩვენ ამაზე უარესი დაგვემართებოდა, რომ ჩვენი ინტერესებით არ გვეხმარება. მოგესალმებით, ხალია სამხარაძე, ტევა პირველი. უპირველეს ყოვლის არჩევნებთან დაკავშირებით მინდა რა თქმა უნდა რომ ვკითხოთ, როგორც წკინდება თქვენ არჩევნების პროცესში სარგებლობდით და შექმნილი გქონდათ კონცენტრები ბატონო შალვა. როგორც ამას ენდიარი გულჩებს? დიახ, კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება, შექმნილი გქონდათ კოლცენტრები, მოქალაქეები ყავდათ დანომრილი, რომლებსაც ყავდნენ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ურეკავდნენ ამ როგორც ამას ენდიარი გულჩებს? ურეკავდნენ ამ ადამიანებს, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ. როგორც ამას ენდიარი გულჩებს? თუ შეიძლება რომ არ გამაწყვეტინოთ ჩემი შეკითხვა ბატონო შალვა, არსებობდნენ კოლცენტრის კაპიტნები, ვინც იყვნენ პასუხისმგებელი ამ ადამიანებზე. უპირველეს ყოვლისა, ჯერ კიდევ სხვა საკითხია, რომ ამ კაპიტნების დიდი ნაწილი საჯარო მოხელეები იყვნენ და პარტიას ემსახურებოდნენ არჩევნების პროცესში. მე მინდა გვიამბოთ, ვინ არიან კაპიტნები და რა როლი ჰქონდათ ამ კაპიტნებს არჩევნების დღეს და ზოგადად პარტიისთვის რა როლს ასრულებდნენ კაპიტნები არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. გვიამბეთ, ვინ არიან ისინი. უპირველეს ყოვლისა, როგორც თქვენ დარწმუნდით, ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, არის ის, რასაც NDI და IRI გვირჩევს. რაც არის საერთაშორისო სტანდარტი პარტიული მუშაობისა, მარტივი მიზეზის გამო, რაც მათაც აღწერილი, რომ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცა მხოლოდ მხარს გიჭერდეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა აისახოს არჩევნებში მონაწილეობაში. და ეს ამისთვის არსებობს პარტიები და ამას არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ სხვა პარტია, რომელსაც ამისი ცოდნა გააჩნია, სხვა პარტიებიც ასე მუშაობენ. რაც შეეხება მუშაობას, და მეორე, ანუ ეს თავად თქვენ ტელევიზიაში წარმოჩენილი იყო რაღაც სიახლე. 2020-ში ხომ არ გაიხსენებთ, მაშინაც ხომ არ ქონდათ ცდილობით პანიკის აწევას კოორდინატორებთან დაკავშირებით. 2016-ში ან რაიმე სიახლე არის ან ქართული საარჩევნო კამპანიისთვის, ან თუნდაც თქვენი ბრალდება ქართული ოცნების მიერ რაიმე ახალი ამაში. 2020-ში ამას ამბობთ, 2020-ში ამას ამბობთ. და მათ შორის ამ არჩევნებზე თქვით კიდევაც არჩევნების დღესაც ითქვა, როგორც ჩვენი შტაბის ხელმძღვანელისგან, ბატონი იაკობ კობახიძისგან, მამუკა დინარაძისგან, თავად არჩევნების დროსაც ხომ იცოდით თქვენ და
ხედავდით კიდევაც რომ ჩვენ ზუსტად მუშაობთ იმ საუკეთესო პრაქტიკით და სტანდარტით, რომელიც დამკვიდრებული არის პარტიულ მუშაობაში, ჩვენ ვიცნობთ ჩვენ ამომრჩევლებს, ჩვენ ვეცნობით ყოველ ჯერზე ხელახლა, ასე ვთქვათ, ვინაიდან ამომრჩევლები ციცნობიან, ემატებიან, მათ შორის არის ასაკობრივად მოდის ახალი ამომრჩეველი და ჩვენ ვიცნობთ მათ, გვაქვს მათთან კავშირი და არჩევნების დღეს თავარი ამოცანა პარტიული რაც არის ხოლმე, არის რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. ქუდზე კაციო რომ წერდით ბანერებს და ვაქვეყნებდით, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ყველა არჩევნებზე თვითონ ოპოზიცია რო ამბობდა, NGO-ებიც რო ამბობდნენ, აბა ეს რა გონიათ თქვენ რისთვის ვაკეთებთ ამას, რომ არავინ არ დარჩენილიყო სახლში, ყოფილიყო სრული მობილიზაცია. და პარტიულად ზუსტად ამას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ კარდაკარებს ამისთვის ვატარებთ, რომ მივდივართ, ვეცნობით, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაში ვწმუნდებით და შემდეგ და მათ შორის ვკითხულობთ იმას, აპირებენ თუ არა წავიდნენ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნების დღეს ყველასთან გვაქვს კავშირი იმისთვის, რომ არავინ დარჩეს სახლში და ყველა მივიდეს არჩევნებზე. და ჩვენ კიდევ ერთხელ ხარი დაგვიჭირა 1,120,000 ადამიანმა. და ამას რა თქმა უნდა ჭირდება შესაბამისი პარტიული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ყველასთან არა, მაგრამ მათ უმრავლესობასთან ყოდეს კავშირი. ბატონო ჟავა, თქვენ ისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე და აი სახელმძღვანელოებიდან რომ ამოიკითხეთ ის ყველაფერი, რაც არჩევნებზე გააკეთეთ, ხო? საერთაშორისო პრაქტიკაში ჩდება, რომ ადამიანებს 100 ლარი დაურიგეთ და 150 ლარები დაურიგეთ არჩევნებში მისასვლელად, ესეც NDI-ის სახელმძღვანელოში ამოიკითხეთ და ასევე NDI-ის სახელმძღვანელოში ამოიკითხეთ ის, რომ ადამიანები მიდიოდნენ სხვისი პირადი პასპორტებით და ხმას აძლევდნენ. ეს არ არის არც ჩემი სიტყვები, არც წრები პირველის გამოგონილი, არსებობს ფაქტები, ვიდეოები და ადამიანები მაგალითად ნინოწმინდაში ოჯახები, აი ქალები, კაცები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ გამგებელმა დაურიგა 100 ლარი, 150 ლარი თითოეულ ოჯახს. ფულის გადახდაც NDI-ის სახელმძღვანელოში ამოიკითხეთ და ესეც საერთაშორისო პრაქტიკა არის, ბატონ შალვა? უბრალოდ მოსა კარგია რომ ორჩა შევთანხმდით, რომ ამომრჩევის მობილიზება ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ამაზე კითხვები აღარ გაქვთ. თქვენი შაბათის სიუჟეტი ამითი დასრულდა და ჩამოიშალა. არა ბატონ შალვა, დასრულდა და ჩამოიშალა. მე თქვენ გეკითხებით. არა, მობილიზებაში რასაც ეთანხმდით. რა არის ამაში? ან დარღვევა, ან რაიმე რაც საერთაშორისო პრაქტიკას გეტყვით. როდესაც ადამიანებს ურეკავ და ეუბნები, რომ აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, ეს ერთგვარად ზეწოლაც კი არის ამომრჩეველზე. თქვენ ვიბობს NDI ზეწოლას ასწავლებს. კოლ-ცენტრი NDI ზეწოლის მეთოდებს გამოდმებით, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ეს არის თუ არა? NDI გვიზიარებს ზეწოლის მეთოდებს და IRI გვიზიარებს. ანუ ეს არის ზეწოლის ამერიკული მეთოდი თქვენი არსებობს ბევრი კითხვა და შაბათის სიუჟეტი არც აქ დასრულდება სავარაუდოდ და დიდი ალბათობით და არსებობს კითხვები მითხარით ფულის გადახდა, არჩევნებზე მისვლა და ამომრჩეველზე ზეწოლა, ესეც საერთაშორისო პრაქტიკა არის, ბატონ შალვა, ამაზე მოკლედ, იპასუხეთ. პირველ საკითხზე, როგორც ხანხდებით, იქიდან გამომდინარე, რომ კითხვები აღარ გაქვთ. კერძოდ ის, რომ ამომრჩეველს ცნობა, ის რომ იცნობდა შენ ამომრჩეველს. და ამომრჩეველთან კავშირი და არჩევნების დღეს მასთან კავშირი რომ წაახალისო მოვიდეს არჩევნებზე, მათ შორის გვაქვს აი NDI-ის სახელმძღვანელოში ქვია ამას, რომ ეს არის გოლდომონიშნოს თუ შეხედავთ, რომ ეს არის თავაზიანი, ასე ვთქვათ, ბიძგება არჩევნებში წასვლისკენ. ეს არის მთელი არსი პარტიული მუშაობის. ოპოზიცია პირდაღებული დადის და ვერ გაუგიათ, რომ ვერ ხვდებიან იმას, რომ ტელევიზიით და უცხოელებით ქართველების გულს ვერ მოიგებენ. ეს ახლა მათი პრობლემა არის და ისინი ვერ გარკვეულობენ საბოლოო ჯამში. თუ არ მიხვედია ადამიანთან, თუ არ დაელაპარაკე, რეგიონში კიდევ ერთხელ არ უმუშავიათ საერთოდ არ უმუშავიათ, მეკითხარით თითო დელეგატს საშუალოდ 170 შეხვედრა ჰქონდა საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ ეს თემა დავხუროთ, ეს ბოლო ხავსის, ასე ვთქვათ, მოძრა ქვას, რაც შეეხება მობილიზებას, რაც შეეხება მოსყიდვას. ისვეც საკუთარ ანგარიშში და იცით რომ ისვეც ყავდა თუ არსებობს ყველაზე მეტი დამკვირვებელი. სულ აღწერილი აქვს 10 სავარაუდო შემთხვევა სავარაუდო მოსყიდვის. ეს რომ გადავიყვანოთ თანაფარდობაში,
3111 უბნიდან 10 უბანზე სავარაუდო შემთხვევა დააფიქსირა. ნიშნავს, ეს არის 0.3% უბნებისა. თუ ამას გადავიყვანთ ამომრჩეველზე, როდესაც 2,060,000 მივიდა და 10 ამომრჩეველთან დაკავშირებით სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა, ეს არის 1/10,000%. 0.00001% ამომრჩეველებიდან. ანუ ეს 10 შემთხვევა აქვს სავარაუდო. ეხლა ჩავხედოთ იმ სავარაუდოებში რა უწერიათ. ხომაზე საუბრობ ფაქტები. აი სავარაუდოში რა უწერიათ? ნუ ჯერ ერთი არ ჩანს ახლა რომელი პარტიის მომხრე არა მომხრე იყო არ ჩანს ძირითადად და საუბარი არის აღწერილი არის ისეთ საკითხებში, სადაც შიგნითაც არის. ვინ, ვის, რა თანხა, როგორ აბსოლუტური გაურკვევლობა. თუ რაიმე მტკიცებულება აქვს თუნდაც იმათზე, მივიდნენ პროკურატურაში გამოძიება კიდევ ერთხელ, მივიდნენ უთხრან პროკურატურას. რაც შეეხება და სხვა ასეთი ბრალდებები, ანუ ასეთ ისტორიებს ჩვენ 2020 წელსაც ვისმენთ, საბოლოო ჯამში ნახეთ რომ არარეალისტური იყო და კიდევ ერთხელ გადაამრავლეთ 1,120,000 ადამიანმა მოგვცა ხმა. ეხლა გადაამრავლეთ რა ვიცი რამდენ ლარზეც კიდე და ხო ხდებით აბსურდია ეს. ბატონო შალვა, უპირველეს ყოვლისა დაუბრუნდეთ ჩემს თავად კითხვებს, აი კაპიტნებზე რომ გვიამბოთ, ვინ არიან და რა ფუნქცია ჰქონდათ არჩევნების დღეს ამ კაპიტნებს, თუ შეიძლება კონკრეტულად კაპიტნებზე გვესაუბრეთ, რომ ვიცოდეთ ვინ არის ეს ხალხი და რას აკეთებენ. კიდევ ერთხელ, როგორც NDI-ს და AIRA-ის მეთოდოლოგია ითვალისწინებს, პარტია, რომელიც პატივცემს საკუთარ ორგანიზებულობას, ყველა პარტია იცნობს თავის ამომრჩეველს. ეს არის წინასაარჩევნო მუშაობის მთავარი პრინციპი. მათ შორის ჩვენ წლებია უკვე ჩვენ ამომრჩეველთან მუშაობთ და რა თქმა უნდა ეს ბაზები ვინ არის ჩვენ ამომრჩეველი, ჩვენ წლები არის ამაზე მუშაობთ და გვაქვს მასთან კონტაქტი. არჩევნების წინ კარდაკარი რო ქვია, ეს სიტყვა ხო გაგიგონებთ კარდაკარი. ამ კარდაკარის დროს რა ხდება? თქვენთანაც რომ მოსულოს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რას გიკითხებიან? გამარჯვებათ, ვისაძლებთ ხმას. ხო ამას გიკითხებიან. რატომ გიკითხებიან? ისთვის ახლა უბრალოდ საქმე არა აქვს სხვა პარტიის წარმომადგენლებს დადიან ესე უსაქმოდ და კითხვებს სვავენ, თუ იმისთვის რომ გაარკვიან რომ თქვენ ვისაძლებთ, სხვა ვისაძლებთ ხმას და იცოდნენ ვინ არის მათი პოტენციური ამომრჩეველი, ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ არჩევნების დროს. და მესამე ეტაპი არის ის, როდესაც არჩევნების დღე დგება, როგორც გვეუბნება NDI და AIRA, საკმარისი არ არის რომ ამომრჩეველი მხარს გიჭერდეს, საკმარისი არ არის რომ ეს კვლევებში აისახებოდეს როგორც ხარდაჭერა, გადამწყვეტი არის რომ შენი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებს. და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის სისტემა, რომელიც კიდევ ერთხელ ჩახედეთ ამ სახელმძღვანელოს აი სათაურის წერია და შეგიძლიათ გაიცნოთ დეტალურად არის აღწერილი, მათ შორის აი აღწერია ტელეფონის დარეკვით, სახში მიკითხვებით, ასე ვთქვათ, როგორ უნდა დავარწმუნოთ არჩევნების დღეს, რომ მივიდნენ არჩევნებზე. როგორ უნდა ვკითხოთ, იყვნენ თუ არა არჩევნები. ვაიძულოთ, იმიტომ რომ აქ იყო განცდის შეტყობინებებიც, მათ შორის რომ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ არჩევნებზე და ეს არის თუ არა ამომრჩევლის ზეწოლას განახორციელებდნენ თუ არა კოლ-ცენტრის კაპიტნები. ანუ 1,120,000 ამომრჩეველი ვაიძულეთ. ერთი ის ვერ გაიძულეთ, რომ კითხვა დასვათ, ასე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებით და 1,120,000 ადამიანი ვაიძულეთ, რომ ხმა მოხდეს. ხო ხვდებით, რომ აბსურდია. ხომ აბსურდია, აბსოლუტურად. კიდევ ერთხელ ყველა პრეტენზია მიმართეთ NDI-სთან და AIRA-ისთან და კიდევ ერთხელ კითხეთ სხვა პარტიებს კითხეთ. ყველას აქვს ეს სახელმძღვანელო ნანახი და ყველა არის ამა თუ იმ სემინარზე ნამყოფი. ასე მუშაობს პარტია, ასე რომ ეს ერთი ფარსით ხუხულასავით ჩამოიშალა, ისევე როგორც ფარლობასთან დაკავშირებით აბსოლუტური ფარსი საიასი, რომელსაც ამით საბოლოოდ დაისამარა თავისი რეპუტაცია, იმით რომ განაცხადა, რომ მოლდოვაში უნდა გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნები და ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც საქართველოში ითხოვა. ამავე სიუჟეტში იყო შეტყობინება, ანუ ხმოვანი შეტყობინება, მტკიცებულებები იყო საკმაოდ ბევრი, ვიღუპებით 50% აკლია, რეაგირებას ვერ ვასწრებთ. რა რეაგირება უნდა მოგესწროთ ბატონო შალვა, რომ გითხრათ? რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა იმას, რომ მაგალითად სხვისი პირადობის მოწმობებით მისულიყვნენ ადამიანები უბნებში, მაგალითად საქართველოს ცნებას სავარაუდოდ ჰქონდა ბაზა იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ, არც საკონსულო არხის სხვაშიძე იყვნენ და ამ ადამიანების პირადობის ნომრები უნდა გამოყენებულიყო ამ შემთხვევაში რეაგირება ამას გულისხმობდა თუ არა რას ნიშნავს? ერთმა ადამიანმა 17-ჯერ რომ მისცა ხმა, ქალბატონმა სალომემ გაავრცელა ეს დეზინფორმაცია და შემდეგ თვითონვე
რომ ვერ გაბედა პროკურატურაში მისვლა და ამაზე ჩვენების მიცემა და მტკიცებულების წარდგენა, იმიტომ რომ ესე ჩვეულებრივი ჭორაობაა ეს. ამიტომ მათ შორის თქვენ ნახეთ, რომ ამაზე ასე ვთქვათ, ესეც რეალობას აცდენილი არის. ესეც მათემატიკურად ითვლება, რომ თუ კი 1.17 ადგილას მისცემდა, ამას რა ლოჯისტიკა და ასე ვთქვათ ჭირდებოდა, რომ 10,000-ობით ადამიანი აქ უნდა ქონოდა, რა ქვია, გადარბენა ავტობუსებით და საქართველოს გასვედინებთ, ნახეთ, ვიღუპებით 50% აკლია რეაგირებას ვერ ვასწრებთ. რას ნიშნავს ეს ციტატა? რა რეაგირება უნდა მოგესწროთ? აი ამ ციტატაზე ეს არის ფაქტი, მტკიცებულება არის ბატონ შალვა. ვიღუპებით რეაგირებას ვერ ვასწრებთ. როგორც თავად ამ ჩანაწერს რაც შეეხება, ეს ალკე საკითხი კიდევ ისე ჩანაწერია, ზოგიერთი ჟურნალისტის ხმა ამოიცნო ამ ჩანაწერში, მაგრამ სისტემას რაც შეეხება, მაგრამ ამოიცნო უკაცრავად. ზოგიერთი მაგალითად, ჩემი კოლეგის კი რაღაც ვინც ეს იცნობს ასე ვთქვათ ის ბრალდება არის ბატონ შალვა. რა შეიძლება იმ ბრალდებას მაინც და მაინც როგორ მოვალთ იმ ბრალდებას და რომ შაბათის გადაცემაში გაჟღერდა იმ ბრალდებასთან ეს ციტატა არ არის ბავშვური ამ ციტატაზე ბავშვური ხულინობა. მოკლედ ისიც ხმამდა რა შეეხება სისტემას ხო აგიხსენეთ როგორც არის ეს რაღაც ჩვენი მოფიქრებული სისტემა კი არის. კიდევ ერთხელ ეს არის სტანდარტი და პრაქტიკა, რომელიცაც მოქმედებენ პარტიები, რომლებიც პატივსაცემენ თავის ორგანიზაციულ უნარებს. როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. NDI, AIRE, ჩახედეთ სახელმწიფოს, აი ეს სახელმწიფოები კონკრეტულად 350 გვერდიანია. პირველი დღიდან დამთავრებული და არჩევნების შედეგების დასრულებული ყველაფერი არის აღწერილი. სისტემა არის კიდევ ერთხელ მარტივი, რომელიც წლები 100 არის და ასე მუშაობს ყველა პარტია. ჩვენ ვიცნობთ ჩვენ სამომრჩევლებს, ვეცნობით ჩვენ სამომრჩევლებს, კარდაკარის მიზანი, რომელსაც ატარებს ყველა პარტია არის ზუსტად ეს, რომ ვიცოდეს, რომ აი ამ უბანში ვინ არის ჩემი მხარდამჭერი. რა შეინტერესებს ეს სოციალურ კვლევას კი არ ატარებს ამ შემთხვევაში. იმიტომ აინტერესებს, რომ არჩევნების დღეს მისი მოტივირება მოახდინოს, რომ იყავით თუ არა არჩევნებზე, გეხვეწებით წადი არჩევნებზე, ქვეყანა იღუპება. ხო ამას აკეთებდა ოპოზიცია, რომ არიქა წადით არჩევნებზე და მოუწოდებდა ყველას. აბა რა სხვა რა სისტემა არის და რაც შეეხება და ეს არის ზუსტად რაც აღწერილი არის ეს მეთოდოლოგიაში და არა მხოლოდ მათი პარტიული მუშაობის ანაბანა არის ასეთი საქმეა. საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები მათ შორის ითხოვენ, რომ გამოძიება ჩაატაროს დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ორგანომ ან უწყებამ. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების წინ ამერიკის შეერთებული შტატები ბაიდენის განცხადებას თუ ხარ გაცნობილი? ის პირიქით ამას. ყველაზე მაღალი ჩინი ამერიკაში. თუ შეიძლება ბოდიში კითხვას დავსვამ, ნახეთ, თუ კი ყველა პარტიას ჰქონდა ამომრჩეველთა სია არჩევნებისთვის, ხო, ეს არანაირი პრობლემა არ იყო და საარჩევნო სია ამომრჩევლის სია არსებობდა. ხო, არ არის არანაირი პრობლემა. ამას ვამბობდით ყოველთვის ამ ჩვენი სია და სპეციფიკა სია. ყველანაირი სია არის სია და არანაირი პრობლემა საარჩევნო სიაში არსებობდა ბატონო შალვა. შევთანხმდით და რატომ ვერ თანხმდებით იმაზე, რომ იგივე სია გამოქვეყნდეს გამოძიების ფარგლებში თუნდაც სია, სადაც იქნება მხოლოდ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ. საუბარი არ არის ვინ ვისმის სახმა და ასე შემდეგ. ხო, შევთანხმდით, რომ იმ საარჩევნო სიის არსებობა პრობლემა არ არის. იგივე სია, ვინც არჩევნებზე მივიდა, რომ გამოქვეყნდეს გამოძიების ფარგლებში. კი ბატონო, პირველი რაც შეეხება მაღალ ჩინოსებს, ყველაზე მაღალი ჩინი ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს ამერიკის პრეზიდენტს. და მისი განცხადება ნახეთ, რომ საქართველოს თუ რამეა გამოსაძიებელი, იქნებ თქვენ თვითონ გამოიძიოთ. ასაც რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს, როდესაც რაიმე საკითხია გამოსაკვეთი. ეს ერთი, მეორე რა უცნაურია, რომ ასე ადვილად უცებ შევთანხმდით, რომ სიები თუნდა ყველას თონია. ძალიან კარგი. ანუ სიები არჩევნების ყველას აქვს. და მესამე, რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეთა ცალკე სიას, უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ანუ აქვს ეს სია ცესკოს. ერთი მე ერთ სამეს ვიტყოდი, რომ და ვისაც ჭკუა მოიკითხება ოპოზიციაში, ისინი კი უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი სიის გასაჯაროება დაუშვებელია. აი ეს არის ზუსტად ფარულობის დარღვევა, ზუსტად ეს იქნება, რომ შემდეგ ყველა მიცოდეს, ვინ წავიდა არჩევნებზე და ვინ არ წავიდა არჩევნებს. ასეთი სიის გასაჯაროება დაუშვებელია. და სხვა, რა ვიცი, ამ სიიდან რა უნდა გაიგონ, ეგეც მაგასაც ვერ ხვდები მე.
რა უნდა უყონ იმ 900.000 განსხვავებას, რომელიც გვაქვს მეორე ადგილზე მყოფ პარტიასთან და სადღაც 400.000-ს აი სულ დაჯგუფდნენ ერთად, დღეს ვაპირებენ ერთად დაჯგუფდნენ ერთ კარავში შევიდნენ, აი ამ კარავში სადაც იქნება მთელი ოპოზიცია, კიდე 400.000 ხმით ვაჯობთ. აი რას უშვებიან? აი ერთი კითხვა რო დავსვათ, აი თქვენ ხო გიხარობთ, რომ საცობები რო იყო, გახსოვთ იმ დღეს, არჩევნების წინაღამოს და არჩევნების დღეს. აი რიგები რო იყო, აი ხალხი რო იყო აბსოლუტურად ექსტაზში გადავარდნილი ოპოზიცია, რომ ნახეთ ხალხო, რამხელა აქტივობა უპრეცედენტო. ეს ხალხი ეხლა გაქრა თქვენ თვალში? გაქრა ეს ხალხი თუ შლით და ეს იყო ალბათ რაღაც სუპერ გმირი რო არის ფლეში, ერთი ადამიანი, რომელიც 17 უგანზე უცებ დარბოდა და ვეღარ აღვიქეთ. ახლა გაქრა ეს 400.000 ადამიანი გააქრეთ საერთოდ. ეს საცობები გააქრეთ, რომ არიქა და 20 საათს რო გადაცდება დარჩით რიგებში დარჩით ბოლომდე, ეს ხალხი ვინ იყო? იცით ვინ იყო? სიამოვნებაში აღმოჩნდა, ეს ხალხი იყო ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომელმაც გაიმეორეს 2012 წელი. ეს უნდა გააცნობიეროს ოპოზიციამ. სინამდვილეში ქართულმა ხალხმა გაიმეორა 2012 წელი, ვინაიდან დაინახა იგივე ძალა, რომელსაც 2012 წელს ებრძოდა, დაინახა იგივე რისკი, რომელიც 2012 წელს იყო, გამოვიდა ხალხი და დაგვიდგა გვერდში ქართულ ოცნებას. ასე რომ, ეხლა ვინმეს თუ უნდა რომ წაშალოს საცობები, წაშალოს ის დიდი აქტივობა, არ გამოუვარდათ. გასაგებია, რომ კითხვები მაქვს. ბატონო შალო, თუ შეიძლება ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თუ სლაიდთან დაკავშირებით, აი თქვენი სლაიდი იყო დელეგატებთან დაკავშირებით, შემიძლიათ რომ გადაახვიოთ იმ სლაიდზე? კი ბატონო. ამ სლაიდთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ, ვინაიდან აქ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ არის გამოფხიზლებული. ამ ყველაფერმა გამოიწვია კითხვები გააჩინა მათ შორის, ვინაიდან ამ რუკაზე აღიქმება, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე არის მოცემული ეს რუკა და ბუნებრივი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევის სამსახველი ელექტრონული რუკის აფიცე ვინ მოგწერათ ეგ კითხვა? თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალურ ქსელებს ახლა ამ წუთებში და აბსოლუტურად ნახავთ საზოგადოების რეაგირებას, რაც ასევე კანონითაც ისჯება. რატომ გადაწყვიტეთ, რომ აი ასეთი რუკით რუკა რადო გადაწყდა ესეთი რუკა იმიტომ რომ როგორც იცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნებს ვატარებთ შესაბამისად დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყო წარმოდგენილი და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუ კი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოუწოდებლად დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომელიც ოკუპირებული არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო არა საქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით გამოსახული. ამიტომ აი ესეც ხო აი აჩვენებს, რომ რა სამორცხინო ხალხთან აქვს საერთოდ საქმე, რომლებიც აი ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან ჩემი შეფასებით. ვინ დაწერეთ ეგ მაინც? მოქალაქეები წერენ Facebook-ზე. რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, რომ აფხაზეთში არ ტარდება არჩევნები, თუ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, რომ ცხინვალში არჩევნებს ვერ ვატარებთ. რა როგორ ქვეყანაში ცხოვრობ? უკაზე არ იყო აღქმული როგორ იქნება ეს არის დელეგატებს, ანუ უყურეთ, ხო და აი ხლა აი ეს ადამიანები ჩვენ რო ველაპარაკებიან არჩევნების რაღაც სისტემებზე. აი, როდესაც იმხელა ასე თქვა, რა ვიცი, იმხელა ცოდნა, თუ გამჭრიახობა, თუ არ ვიცი მე, უნარები არ აქვს, ელემენტარული უნარების ტესტის საკითხია, ხო? თუ აღიქვა რა არის სლაიდზე. დელეგატების სლაიდი, საარჩევნო ოლქები, ოკუპირებული ტერიტორია, ასე უნდა დაუღეჭოს როგორც ჩანს ყოველ მეორე დღეს ამ NGO საზოგადოებაში.
ბატონო კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ხატია დეკანოიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს გააქცევა ეს ფოტორუკის, თუმცა აქ სულ სხვანაირად ჩანს რეალურად მის მიერ გავრცელებულ ფოტოში, ჩვენ ხედავთ სლაიდს, სადაც არ ექმება ხოდროებით ოკუპირებული ტერიტორიები. არსებობს მოსაზრებები, რომ შეეძლოთო, რომ სხვანაირად წარმოეჩინათო მაგალითად, აი ამაზე რას ვუყურებთ. ხატია დეკანოიძის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძესთან ამ ქვეყანას სიტუაციასთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებს ვერ მივიღებთ. აი როგორც პასპორტი მოგვაგდო ქართულ ხალხს და წავიდა რომ უკრაინის პოლიციის ფორმა ჩაესვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების საქმეში, სისულე რა უნდა თქვა ხალხს დაკავშირებით. ბატონო შევაგთხოვთ ერთ კითხვას დავუბრუნდები ნახეთ. ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი ისევ არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს. არც გილოცავენ ეს ადამიანები, სანდუს გამარჯვება, გუშინვე ანუ ამესვე მიულოცეს, ასე როგორ აპირებთ იზოლაციაში ყოფნას. მოლდოვას რამდენიმე საათში მიულოცეს და აღიარეს სანდუს მთავრობის ლეგიტიმურობა. თქვენ შემთხვევაში 10 დღე გავიდა და ისევ არავინ არ ცნობს და არავინ არ აღიარებს ქართული ოცნების გამარჯვებას ამ არჩევნებში. აი, რას აპირებთ? როდემდე უნდა იყოთ ასეთ იზოლაციაში? არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე საათში აღიარეს მოლდოვის არჩევნები, სანდუს მიულოცეს, 10 დღეა არავინ არ აღიარებს თქვენს არჩევნებს, არც ევროკავშირი, არც დიდი ბრიტანეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები. კიდევ ერთხელ 2020 წელს უარესებიც ვნახეთ ჩვენ. 2020 წელს ვნახეთ, რომ ჩვენ არჩევნების იმის გამო, რომ ქართული ხალხის არჩევანი უნდა კითხვის ნიშნით დაეყენებინათ, შეგვიყვანის პროცესში, რომელიც შემდეგ 19 აპრილის შეთანხმებით დასრულებული იყო, სადაც ფაქტობრივად უარი გვაქვს კონსტიტუციაზე, ზუსტად იმიტომ, რომ ვიღაცას ქართული ხალხის არჩევანი არ მოსწონს ქვეყნის გარეთ. ასე უარესები ვნახეთ ჩვენ 2020 წელს. მე მგონი ნორმალურად ის ყველაფერი გარწმუნებთ ქართული ხალხის არჩევანს, ყველა ძალიან კარგად დაინახავს. მოგესალმებით, მუცაშუბაშვილი, BMG, მათ შორის ეკონომიკური მიმართულების კითხვებით მექნება ბატონო შალვა, ალბათ თქვენ იცნობთ, რომ 10 დღე გავიდა და არავინ არ აღიარებს თქვენს არჩევნებს და რა მოლოდინი გაქვთ იმასთან დაკავშირებით? არჩევნებს აღიარება არ სჭირდება, არჩევნები ერთი რომ არჩევნების შეფასებას აკეთებს სადამკვირვებლო მისიები, ან ვიყვეთ ასე. არჩევნებს ატარებს სახელმწიფო თავად, საარჩევნო კომისიის მეშვეობით, CESCOM გამოაცხადა წინასწარი შედეგები, მიდის საჩივრების განხილვა, საბოლოო შედეგს და დასკვნას CESCOM გვეტყვის 3 დღეებში, ხო? ნოემბრის ბოლომდე. შემდეგ არსებობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, EUTO-ODIHR, რომლის დასკვნაც იყო კაფიო და ცხადი, რომ არჩევნები შედგა, რომ ქართულ ხალხს ყავს არჩეული ხელისუფლება. ეს როგორც დაიწერა, ისე ზეპირადაც ითქვა. სხვა დანარჩენი ახლა არის სხვა დანარჩენი არის საკითხი იმისა, ვის რა რეალობის აღიარება სურს და ჩვენი მოწოდებაც ეს არის, რომ ყველამ იყოს ერთგული EUTO-ODIHR-ის დასკვნის და არა მათ მიერ დაფინანსებული NGO-s ფარსით. ახლა იცით რა, როცა SAIA-ს აფინანსებ რომელიღაცა ორგანიზაცია თუ რა ვიცი სახელმწიფო სტრუქტურა უცხოეთის და შენი დაფინანსებული ორგანიზაცია თაღლითურ საჩივრებს წერს თითქოს იყო დარღვეული ფარულობა კენჭისყრის დროს. ეხლა აქ ანუ პასუხისმგებლობა აიღოს ამა თუ იმ სახელმწიფო წარმომადგენელმა, რომ ამ თაღლითობას აფინანსებს. ან ეხლა ცოტა ხანი მოლოდინის რეჟიმი აქვს ხოლმე, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ შეინარჩუნონ საკუთარი სახე ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ EUTO-ODIHR-ის ანგარიშია კაფიო, ყველა მიყვეს ამ ანგარიშს და ქართულ ხალხს ყავს თავისი არჩეული ხელისუფლება, რომელიც ცოტა ხანში ჯერ პარლამენტის და ახალ იზოლაციაში ხართ, ამერიკა არ აღიარებს, ევროკავშირი არ აღიარებს და რა ვიცი, ბატონო შალვა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. იზოლაციაში დღეს არის ოპოზიცია, რომელიც ქართულმა ხალხმა მისვა მოღალატეებისთვის განკუთვნილ კუთხეში. არა, იზოლაციაში ხართ, არ აღიარებს არავინ. იზოლაციაში დღეს არის ოპოზიცია, რომელიც ქართულმა ხალხმა
მისვა ჭირდებათ ამერიკის და ევროკავშირის აღიარება? სანდუს მეორე დღეს რომ მიულოცეს, იმ დღეს რომ მიულოცეს, თქვენ არავინ მიულოცოთ, 10 დღე გავიდა. კიდე იზოლაციაში დღეს არის ოპოზიცია, რომელიც მისვა ქართულმა ხალხმა უსამშობლოების კუთხეში. ბატონ შალო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც გითხარით, ეკონომიკური მიმართულებით გვექნება ჩვენ კითხვები, აი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და იგივე ევროკავშირი ამერიკის მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით გვექნება კითხვა, აი თუ კი თქვათ არ იქნება ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება ჯოზეფ ბორელის, რომ ბევრი კითხვა არის შესვლილ დარღვევებთან და ასე შემდეგ. ეს ეკონომიკაზე თქვენი შეფასებით როგორ აისახება, თუნდაც საერთაშორისო ინვესტორების განწყობაზე, ნდობაზე საქართველოს მიმართ, ხომ არ ელოდებით, რომ თუ კი გაგრძელდება მსგავსი შეფასებები ევროკავშირის ამერიკის მხრიდან, თუნდაც ნდობა დაიკარგება დასავლელი უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ და ამას რა გავლენა ექნება ეკონომიკაზე თუ გაქვთ რაიმე გათვლები გაკეთებული? შეუძლებელია, რომ ამ არჩევნებში გამოხატული ქართული ხალხის ნება ვინმე მარცნობს. ერთადერთი გზა ამის არცნობის არის, რომ მაშინ ქართული ხალხი უნდა გაგვაუქმონ და 1,100,000 ადამიანი მაშინ გადაგვასახლონ ამ ტერიტორიიდან. სხვა მხრივ შეუძლებელია, რომ ეს ნება არ იქნეს დანახული და ეს არჩევანი არ იყოს მიღებული. ჩვენ გასაგებია, რომ მათ შორის ზოგიერთი ქვეყანას სახელმწიფო არის საკუთარი ქმედების ტყვე არის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ცალსახად იჭერდა ქართული ოცნების საწინააღმდეგო პოზიციას. ზოგიერთი ქვეყნის მინისტრები, ზოგიერთი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ საჯაროდ გამოდიოდნენ, ერეოდნენ რა ქართული საქართველოს შიდა საქმეებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით, გამოთქვამდნენ პოზიციას ქართული ოცნების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ისინიც დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ეს არის პრობლემა. უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის პრობლემა ის არის, მე როცა დამარცხდები, ისე აღიქვება თითქოს ქვეყანა დამარცხდა. და სამწუხაროდ მათთვის ასეც მოხდა, რომ არა მხოლოდ ოპოზიცია დამარცხდა, არა მხოლოდ ის მილიონერი ეჯები დამარცხდა ამ არჩევნებში, არამედ ის უცხოელებიც, რომელიც პირდაპირ ჩართული იყვნენ ამ არჩევნებში. ეხლა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე პირდაპირ გამოდის ქართული ოცნების წინააღმდეგ, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის პირდაპირ ქართული ოცნების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ვერდიქტი დაინახა, ის თავს დამარცხებულად ძნობს ამ არჩევნებში. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ცდილობა, რომ რაღაცნაირად ეს იგივე პრობლემაა იქაც, ეს რეალობის აღიარება შეიძლება ვიღაცას უჭირდეს. მაგრამ და ამიტომაც არის, რომ ბოლო ხალხი, რასაც ეკიდება ზოგიერთი შინ და გარეთ, არის, რომ აი ესეთ რაღაცა მართლა თაღლითობები ფარულობასთან დაკავშირებით, იქ რავი ხანაც სტატისტიკას აქვეყნებდნენ, რაც აბსოლუტური აბსურდი იყო, აი ეს სიუჟეტი რაც ვნახეთ მობილიზებასთან დაკავშირებით, ამას ხო უცხოელებით შესაბამისად ზოგიერთი უცხოელი ხავს ეკიდება ამას, ეს ყველაფერი ხო ჩაივლის. ყველა ტყუილი ხილებული იქნება, ყველა საჩივარს პასუხი გაეცემა, სად რა იყო დარღვევა თუ არ იყო დარღვევა, ეს პროცესი დასრულდება საარჩევნო კომისიებში, სასამართლოებში, იქნება საბოლოო შედეგების შეჯამება, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს ამ არჩევნებს. ამას სხვა გამოსავალი რა ვქნათ, გადავსახლეთ ქართულები, აქ თუ რა ვქნათ, მაშინ აუბარდეთ და წავიდეთ სხვა ტერიტორიაზე და დაუკვირდეთ. ესეთი ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, ამერიკის მხრიდან, რომ მათი შეფასებით იყო შესაძლო დარღვევები არჩევნებთან მიმართებაში, ის რომ საქართველო დაშორდა ევროპას დაახლოების ნაცვლად. ეს საერთაშორისო თუნდაც ინვესტორების განწყობაზე როგორ აისახება, არ ელოდებით, რომ შეიძლება ჩვენს ეკონომიკაზე ცუდი გავლენა ქონდეს აი ამ კონტექსტში. ჩვენს ეკონომიკაზე ცუდი გავლენა ექნებოდა ამ არჩევნებში ნაცნობრაობას რომ განვაცხადოთ. აი მე რეგენახავთ ეკონომიკაზე გავლენა. რას გვირდებოდა თქვენ BMG ხართ, ხო? რას გვირდებოდა ოპოზიცია? სანქციების დაწესებას ხო გვირდებოდა? ჩახედეთ აბა ლელოს წინასაარჩევნო პროგრამაში. წერია შეიძლება სიტყვასიტყვით თუ არა სანქციების დაწესება. თან თუ არ ვწდებით თქვენი გადაცემა TV1-ზე გადის, ხო? აი ვისიც არის TV1. აი ისე გვირდებოდა თქვენ ბიზნესის წარმომადგენლებს. ზოგ პირდებოდა სანქციების დაუწესებელს. აი მე რეგენახავთ ეკონომიკური კრიზისი და კოლაფსი საქართველოში თუ არა პირდაპირ ცხელი ომი. კიდევ ერთი კითხვა მექნება, მინდა რომ ეროვნული ბანკის სების
საქმიანობა შეაფასოთ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენ ვნახეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ ოქტომბრის განმავლობაში დაახლოებით 213-214 მილიონი დოლარი გაყიდა სავაჭრო ინტერვენციების გზით სებმა და პირდაპირ იყო, რომ მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში ვალუტის მერყეობის შესაჩერებლად. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რას უკავშირდებოდა ეს ლარის მერყეობა და რამდენად სწორი იყო, რომ თუნდაც ეს მათი თქმით ერთჯერადი მერყეობებისთვის რეზერვებიდან მხოლოდ ოქტომბერში გავყიდეთ და მხოლოდ სავალუტო ინტერვენციის გზით 214-13 მილიონი დოლარი. ალბათ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მდგრადობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური ფინანსური მდგრადობისთვის რეზერვების ადეკვატური დონე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მათ შორის ერთ-ორი დღის წინ ფიჯის განცხადება მოვისმინეთ იმაზე, რომ შესაძლებ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს რეზერვების დონე არის დაბალ ნიშნულზე, მათ შორის იმიტომ, რომ წინასაარჩევნო ლარის სტაბილურობისთვის გავყიდეთ ამდენი მოცულობის უცხოური ვალუტა. საინტერესო არის თქვენი შეფასება ამ ნაწილში, ბატონო შალვა. 8 ნოემბერს არის ბანკირების დღე და მექნება შესაძლებლობა, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა მათ შორის მათ ღონისძიებაზე შევაფასო, ისე როგორც ზოგადად საბანკო სისტემის დაკავშირებული საკითხები, რაც შეეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასაარჩევნოდ ვიყავით რეალურად ჩვენ ვიყავით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი. ჩვენ ხედავდით, რომ ერთი იყო დეზინფორმაციული თავდასხმა საქართველოზე, საინფორმაციო თავდასხმა. შეგახსენებთ, რომ აი ის манипуляციები და ტყუილები, რაც ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით, არც ერთმა ეგრეთ წოდებულმა fact-check ორგანიზაციამ, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, არც ერთმა არ ამხილა. ყველა არის გასუსული და აძლევს საშუალებას, მათ შორის Facebook-ის პარტნიორი ორგანიზაციები აქვს, fact-check-ი და მედიის განვითარების ფონდი, აძლევს საშუალებას ამ ტყუილებს, რომ გავრცელდეს სოციალში, მათ შორის გამოიწვიოს პანიკა. და რა თქმა უნდა, ამ ჰიბრიდული თავდასხმის მიზანი არის ერთის მხრივ საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა, რომელიც რა თქმა უნდა ასევე შეიძლება ითარგმნებოდეს ხოლმე ეკონომიკურ აქტორებს შორის დაბნეულობის შემოტანაში, რაც შესაბამისად შეიძლება აისახოს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ეროვნული ბანკი, ამიტომაც არის და ეს რეზერვები ამიტომაც გვაქვს, რომ ასე დროს, როდესაც ასეთი მავნე თავდასხმები ხდება საქართველოს ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, ეს რისკები აარიდოს. როგორც ხედავთ, შედეგებით ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს, ბევრ ასეთ ბანკს შეშურდებოდა, რომ ასეთ რთულ, ზოგადად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ასეთ არასტაბილურ რეგიონში, როგორც ჩვენ ვართ და ასეთი პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმის პირობებში, როგორც ჩვენ ვიყავით წინასაარჩევნო და ახლაც, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა ჩვენი ვალუტის სიმყარე. ხედავთ ხოლმე, არის ბევრი სურვილი, განსაკუთრებით ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის ბატონი რომან გოცირიძე გამოირჩევა, რომელსაც ალბათ მისი გაუფასურებული კუპონი, ასე ვთქვათ, ღამით ესიზმრება ხოლმე და ცხოვრების დაღად აქვს დასმული და ყვავილი დასჩხავის ხოლმე ჩვენს ლარს და ყოველ ჯერზე რამდენი ინტერვენცია იქნება ეროვნული ბანკისგან, სიხარულით გამოვარდება ხოლმე და ბოლო პერიოდში ყუთელფონიანი პოსტებით, ასე ვთქვათ, მაწაკი პოლიტიკოსივით ყვავილის დასჩხავებს ხოლმე ლარს, იქნებ რაღაცა დაიმართოს ლარს და იქნებ მისი ცოდვები სხვა პრობლემებმა გადაფაროს. ის რაც მან თავის დროზე კუპონს დააწია, ძალიან უნდა როგორც ჩანს, რომ ლარს დააწვის. ხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს. თქვენ რა შეფასებები მოისმინეთ ეროვნულ ბანკზე? არ ვიცი, ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს მოვიხმობ, ბატონო შალვა, თქვენის ნებართვით, მათ შორის ფიჩს უწერია, რომ იგივე ის წესი, რომელიც შარშან შემოიღო ნათია თურნავას ხალხონიაჩეს ხელმძღვანელობით, უთარ ფარცხალზე სან დაკავშირებით საგამონაკლისო წესთან მიმართებაში, ამან შემოიტანა გაურკვევლობა, არის თქვათ იგივე დობასთან მიმართებაში, ასევე Financial Times-მა ნათია თურნავა შეაფასა D ქულით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულით ევროპის მასშტაბით ცენტრალური ბანკების მმართველობის მიმართებაში. აქაც იყო რეზერვების თემა მოტანილი, აქაც იყო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვები და რომელ კარგი შეფასებებზე საუბრობთ, ამას ჩვენც რო გავაცნოთ. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რაც თქვენ ახსენეთ, ქალბატონ ნათიასი, ეს იყო ყველაზე სწორი, დროული და კარგი გადაწყვეტილება. ვინაიდან ჩვენ რა აღმოვაჩინეთ იმ მომენტში, აღმოვაჩინეთ ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა უცხო ქვეყანამდე იურისდიქციამ ჩვენი მოქალაქეები გააქვთ. თქვენ ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების, სასამართლოს, ღია სასამართლოს, დაცვის უფლების
მინიჭების გარეშე ჩვენი მოქალაქეები გააქრონ საერთოდ ფინანსური სისტემა. რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაუშვებს. არც ერთი ქვეყანა არ უშვებს ამას. თქვენ რა გონიათ ევროკავშირი ავტომატურად იღებს ამერიკის სანქციებს? ერთი მაგალითს გეტყვით. ამერიკის დღემდე ევროკავშირი გას რუსეთისგან ყიდულობს, როგორც იცით. და ამაში რაღაც მორალურ პრობლემებს ვერ ხედავენ, როგორც ჩანს, რომ ტანკების ფულს აძლევენ რუსეთს. ამ გას ისინი ყიდულობენ გაზპრომ ბანკის გავლით. მათ შორის გახსოვთ თქვენ, რომ 2 წლის წინ რუსეთმა მოითხოვა, რომ რუბლებში ყოფილიყო გადახდა და ზუსტად ამას დათანხმდა მაშინ ევროკავშირი გაზპრომ ბანკის მეშვეობით ყიდულობს. გაზპრომ ბანკი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ბანკი. თუმცა არ არის სანქცირებული ევროკავშირის მიერ. აი წარმოგიდგენიათ, ასე წარმოგიდგენიათ, ამერიკამ დაასანქცია, ხოლო ევროკავშირმა არა. ანუ წარმოგიდგენიათ, როგორი პრორუსული არის ევროკავშირი, რომ არ ასანქციებს ამერიკის მიერ დასანქცირებულ ბანკს. იცით რატომ არ ასანქცირებს? იმიტომ მათი ინტერესი არის, რომ რუსეთიდან იყიდონ გაზი. და თუ საჭიროა რუბლებში იყიდონ ეს გაზი. ჩვენ აიმ დროს, როდესაც გავიგეთ ეს გადაწყვეტილება, აღმოჩნდა, რომ თურმე უცხო იურისდიქციას შეუძლია შემოიჭრას ჩვენს იურისდიქციაში და ნებისმიერ აი თქვენ მაგალითად ხვალ ერთი ღილაკის დაჭერით გაგაქრონ საბანკო სისტემიდან ისე რომ თქვენ ვერც გაასაჩივრებთ ამას. არც სასამართლო იქნება რომ ამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა, არც ადვოკატს შემოგთავაზებს ვინმე, არც რაიმე დაცვის შესაძლებლობა გექნებათ, არც იმასაც კი არ გეტყვიან რატომ. აი თქვენ არ გეტყვიან რატომ. უბრალოდ ღილაკს დააჭერს რომელიღაც ბიუროკრატი უცხო ქვეყანაში და გაგაქრობთ საბანკო სისტემიდან. თქვენ გინდათ ესეთი სახელმწიფოს მოქალაქე იყოთ, რომელიც ამას დაუშვებს? და რა არის ბრძანებაში აწერია? იმ ბრძანებაში წერია, რომ იცით რა, თუ კი ჩემი მოქალაქე გინდა გააქრო, თქვენი სახელი? ნუცა. ქალბატონო ნუცა. თუ გინდათ რომ გააქროთ ქალბატონო ნუცა ჩვენი საბანკო სისტემა, კეთილი ინებეთ, წარმოადგენთ მტკიცებულებები ქართულ სასამართლოში, გაიარეთ პროცედურები, ღია, საჯარო, სადაც ქალბატონო ნუცას ექნება შესაძლებლობა დაიცვას თავისი თავი, სადაც მტკიცებულებებს დაუპირისპირებს საპირისპირო მტკიცებულებებს, ისე როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროში ხდება, მათ შორის თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამის შემდეგ კი ბატონო, თუ კი დავწმუნდებით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი არ იყოს საბანკო სისტემაში, რაღაც აღრიცხული, მაშინ გავაკეთოთ, მაგრამ სხვა ასეთი საქართველო არ უნდოდა, იმიტომ გამოვიდა ხალხი. ხაზარაძე ასეთ საქართველოს პირდება, სინამდვილეში ამას პირდებოდა, რომ როგორც კი ამერიკაში ღილაკს დააჭერენ და ვიღაცა მოქალაქეს გააქრობენ საბანკო სისტემიდან, ავტომატურად ჩაგრეცხავთ, გაგაქრობთ, მორჩა აღარ იარსებებთ თქვენთვის. აი ეს არის სინამდვილეში რაც შეეხება იმ ბრძანებას. ვიღაცას ბრძანება არ მოსწონს, გასაგები ისთვის ღილაკი დააჭირა, იმის სურვილი არის, რომ ვრცელდებოდეს. ამას სხვათაშორის ქვია ექსტრატერიტორიულობის პრინციპი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამაზე დაჟინებით ითხოვს, რომ მის სამართალს ჰქონდეს ექსტრატერიტორიული გავლენა, არის სხვაგან ვრცელდებოდეს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. და ამას ბარემ რახან BMG ხართ და ეკონომიკური მიმართულებით მუშაობთ, გეტყვით თუ არ იცით, რომ ევროკავშირი ამას არ აღიარებს, იცით თქვენ? ევროკავშირი ავტომატურად არ ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს საკუთარ ტერიტორიაზე. არ ავრცელებს. ჩვენგან რო ითხოვენ ავტომატურად შეუერთდი ევროკავშირი იღებს მხედველობაში, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს, შემდეგ თავად განიხილავს და 27 ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას, ისინი მათაც დააწესოთ თუ არა. და უფრო მეტიც, ევროკავშირში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც უკრძალავს ქვეყნის შიგნით ბიზნესებს, რომ დაემორჩილონ ავტომატურად თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს და ამის სანაცვლოდ, თუ კი ისინი ამის გამო ზიანს მიიღებენ, ზიანის კომპენსაციასაც კი თავაზობს. ამიტომ არის, რომ გაზპრომ ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, ხოლო ევროკავშირის ჩვეულებრივი ასე თქვა ტრანზაქციები აქვს გაზპრომ ამერიკის შეერთებული შტატების დასანქცირებულ ბანკთან, იმის გამო რომ რასიზა ცხოვრება ტკბილია, გაზი ყველას უნდა ევროკავშირში, იმიტომ რომ მათი ამომრჩევლები სიცივეში არ იყვნენ, იმიტომ მე არჩევნებზე მიიღებენ ამის პასუხს, იმისთვის რომ მათი ბიზნესი ჰქონდეს შესაბამისი ენერგომომარაგება. მინდა რომ მოვასწრო კითხვები ასევე იგივე ევროკომისიის მათ შორის უმაღლესი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება პრინციპში ეს იმ გაფართოების ანგარიშიც მოხდა, გაიცნობოდით. ბუნებრივია ორ კანონთან მიმართებაში, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გულისხმობს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონს,
და ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებულ კანონს, ეგრეთ წოდებული ანტი-LGBT კანონი. აქ კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმა, რომ ეს აშორებს მათ შორის ეს ორი კანონი ევროკავშირის გზას საქართველოს თუ მოიაზრებთ რაიმე ფორმით ან უკან გაწოდოს ამ კანონების ან გადახედვას ან მზადხართ თუ არა რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის და დისკუსიისთვის ამ ნაწილში ეხება როგორც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონს, ასევე მეორე კანონს. უპირველეს ყოვლისა, გასაკვირი იყო, რომ არჩევნების კონტექსტში და გასაკვირი არის, რომ არჩევნების კონტექსტში მოდის ხოლმე მეორე წინადადებად გამჭვირვალობის კანონის საკითხი. როგორც ჩანს, ზოგიერთებს ქვეყნის გარეთ უფრო მეტად ჩვენს დემოკრატიაზე თუ არჩევნებზე უფრო მეტად აწუხებთ, ზუსტად ის კანონი, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება, მათი ფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ეს ხო თავისთავად რაღაც ფროიდისეული წამოწდენასავით არის ხოლმე, როდესაც ერთ აბზაცში ხედავთ არჩევნებთან დაკავშირებულ რაღაც საკითხებს და იქვე არის მოწოდება, რომ ეს ყველაფერი გავიგეთ არჩევნები ჯანდაბას, მაგრამ ეს კანონი გაიცვეთ, ეს კანონი გაიცვეთ, აშუაში ეს კანონი ამ არჩევნებთან. ეს ხო აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს აწუხებს ზოგიერთს უფრო მეტად საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა. ეს ერთი. მეორე, ამ არჩევნებზე, რომელსაც რეფერენდუმის ხასიათი მისცა ყველამ და ჩვენც ამაზე საუბრობდით და ეს მაღალი აქტივობაც ამაზე მეტყველებს, რომ ხალხმა ეს რეფერენდუმად ჩათვალა. ამ რეფერენდუმზე რას დაუჭირა ხალხმა ხარი 54%? ამ კანონებსაც დაუჭირა ხარი. ჩვენ ხო გახსოვთ, რომ გვეუბნებოდა ზოგიერთი უცხოელი, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს. ხო ამ დონემდე მივედით, რომ ვიღაც უცხოელი გვეუბნება, რომ იცი რა, შენ ხალხის სახელით გველაპარაკება, თან ისეთი ზოგიერთი ისეთი უცხოელი აქტორი, რომელიც საქართველოში ნამყოფი არ არის საერთოდ. და რაც YouTube-ით აქვს ნანახი ხინკალი როგორ იჭმება. ნაჯამიც არ აქვს ზოგიერთს ალბათ. და გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს არ უნდა ეს კანონი. ხო გამოვიდა ქართველ ხალხმა, რომ დიახაც მინდა. ერთიც და მეორეც. ეს მეორე საკითხი. მესამე, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით მათ შორის ინიციირების დღიდან გამჭვირვალობის კანონის, რომ თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადება მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ და გესაუბროთ. ჩვენც ამის საპასუხოდ მივიღეთ სრული ისტერია, რომ არა მთლიანად კანონი არის გადასაგდები, ეს კანონი არის რუსული და ასე შემდეგ და არ მიიღოთ ეს კანონი. რა გამოდგა ბოლოს სტრასბურგმა სულახლახან მიიღო გადაწყვეტილება, თქვა რუსული კანონი მას ნიშნავს და აღმოჩნდა, რომ ეს ეპითეტი საერთოდ ყოფილა კიდე ერთი დეზინფორმაცია და თხოვნილი ამ ჩვენ კანონთან დაკავშირებით. მეორე დღესდღეობით სხვათა შორის სადღაც 350 არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე რეგისტრირებული არის. სამჯერ მეტი, ვიდრე ამას აპროტესტებდა საკონსტიტუციო სასამართლოში. და რამეს ატყობთ რაღაც მართლა რომელიც სხვა ქალაქში გავიღვიძეთ ამ ქვეყანაში. ჩვენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ გვექნება. მით უმეტეს ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ და ამ არჩევნებმა გვანახავთ კიდევ ერთხელ საჭიროება ასეთი კანონის. ხო ნახეთ ჩვენ უცხოური ჩარევა, როგორი მასშტაბური იყო 20 ოქტომბრის აქცია. ხო ვიცით რომ მოწყობილი არის ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. წინასაარჩევნო აქცია იყო, თანხდებით. ეს აქცია ქართული ოცნების წინააღმდეგი აქცია იყო თუ არ იყო? იყო და ვისი დაფინანსებით იყო? ხო როგორც ჩანს, არ ვიცით, იმიტომ ჯერ არის იმერ არიან დარეგისტრირებული. როგორც ჩანს, რომ უცხოური დაფინანსებით იყო ეს ყველაფერი. ამიტომ ეს აჩვენებს ყველა იმას, რომ არა თუ კითხვის ნიშნები პირიქით დადასტურდა ამ არჩევნებზე, რომ აუცილებელი არის ამგვარი კანონის არსებობა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა. რაც შეეხება კანონის ცალკეულ დებულებებს, აი პირველივე დღიდან უბრალოდ მართლა უკვე ხუმრობაში გადავიდა და ირონიაში მოგონი ჩვენი მხრიდან, პირველივე დღიდან ვამბობთ, აი ცალკეულ დებულებებზე რა არ მოგწონთ, აი რომელი მუხლი არ მოგწონთ, რა არ მოგწონთ, 20% უნდა იყოს 30 თუ 10 თუ აი რა არ მოგწონთ, ხო ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. და უბრალოდ კლიერ კანონი გვერდზე გაძლევდა. თუ კი რაიმე კონკრეტული წინადადება აქვს, ვისმენთ ამას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ერთ თაღლითობას კიდე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან 17 ოქტომბერს მათ ჩაატარეს ბრიფინგი, რათა კიდე ერთი რაღაც საისტორიო თემა შემოეტანათ წინასაარჩევნო და თქვეს რომ მათ მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ კანონთან დაკავშირებით დღემდე ჩამიჩუმი არ ისმის არც ჩვენგან სტრასბურგიდან და სტრასბურგშიც არაფერი ჩამიჩუმი მათგან არ ისმის. არ ვიცი მათ ურმით გააგზავნეს ეს საარჩევნო თუ რა ქნეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საარჩევნო იქ შესული არ არის და ჩვენთვისაც არავის უცნობებია. რატომ იცით? რომ თვითონაც ხვდებიან, რომ სუსტი სამართლებრივი პოზიციები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით
და სტრასბურგიდანაც შესაბამის პასუხს მიიღება. კონსტემент კიდევ ერთი კითხვა მექნებოდა, მაინც საინტერესო არის ჩვენთვის. აი ხა თქვენ მაგალითად თქვით, რომ თქვენთვის მისაღები არის ის პოლიტიკა, ხო, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს იგივე რეზერვებთან დაკავშირებით და თქვა შესაბამის შეფასებასაც წარმოადგენთ აგერ 8 ნოემბერს ბანკის დღესთან მიმართებაში. საინტერესო არის ზოგადად ეკონომიკურ ანალიზ სტატისტიკას, თქვა რომელი უწყება გაწვდით თქვენ აი ეს თქვენთან ვიცით რომ პარლამენტში საბიუჯეტო ოფისი, ხო, მათ რაღაც შეფასებებს ეყრდნობით თქვენ ფინანსის სამინისტრო გაწვდით თუ აი საინტერესო არის რაზე დაყრდნობით, თქვა რომელი უწყება არის თქვენთვის ის მთავარი წყარო, რომელიც გაწვდით იმ ინფორმაციას, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს საფინანსო სექტორში და ასე შემდეგ. საინტერესო არის ჩვენთვის ძალიან. თქვენ გადაცემებს უყურებთ ხო აგიხარ? მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის თუ უყურებთ ჩვენს გადაცემას, რატომაც არა. თავისთავად როგორც ყველა პროცესს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროცესსაც ვაყურებთ, თქვენ სწორედ არის საბიუჯეტო ოფისი, რომელსაც თვისობრივად ასე ვთქვათ, თვისობრივად შეცვალა თავისი აქტივობა, მათ შორის დეპუტატების ასე ვთქვათ, მომსახურების მხრივ და დეპუტატებს აწვდის რეგულარულად ანალიზებს და ასევე კვლევებს, ანალიზებს, შეფასებებს და ანგარიშებს და ამ მხრივაც პარლამენტი უფრო აქტიური გახდა იმისთვის, რომ დეპუტატებს ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია და თავისთავად მეც იქნება საბიუჯეტო ოფისი, ფინანსის სამინისტრო თუ სხვა უწყებები, სტატისტიკის სამსახური, აქედან ვიღებ ინფორმაციას, როგორც ყველა მოქალაქე იღებს, შეიძლება ცოტა მეც ვიღებდე მე ამ მხრივ ინფორმაციას. და რაც მთავარი შეფასება ალბათ კიდე სხვა არის. ეს უნდა თქვა. მთავარი არის ჩვენი თვალები და ჩვენი ყურები. ხო ხედავთ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ხო თვალს ჩვენ ყველაფერს ყველა რომ დავმალოთ, რაც არ უნდა დამალოს ამა თუ იმ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციამ სინამდვილეში ხალხი ხო ამ NGO-ების ანგარიშებს კი არ კითხულობს. სინამდვილეში ხალხი საკუთარი თვალით ხედავს რა ხდება ქვეყანაში. ხედავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხედავს ქალაქში თუნდაც როგორი ასე ვთქვათ აქტივობა არის სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ არის მათ შორის რომ როდესაც ადგილზე ცხოვრობს ადამიანი ამ ქვეყანაში, მოქალაქეა და თან ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ის უფრო სწორად აღიქვას რეალობას, ვიდრე ქვეყანას მოწყვეტილი მოქალაქეები, რომლებიც ძირითადად უფრო მედიაზე, სოციმედიაზე არიან დამოკიდებული, ამ მხრივ იღებენ ინფორმაციას. ამიტომ ყველას მოუწოდებ თუ კი აინტერესებთ რეალური სურათი, ჩამოვიდნენ საქართველოში და საკუთარი თვალით ნახავთ რა არის რეალობა. და ერთი კითხვის რეპლიკის სახით მინდოდა მე თქვა ხა თქვენ თქვით რომ თქვა სხვა ქვეყნებშიც არის ისეთი პრაქტიკა რომ თქვა შეიძლება ავტომატურად ვინმე არ უერთდებოდეს იგივე საფინანსო სანქციებს და ასე შემდეგ, ხო? აი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და რუსეთი შეიჭრა და უკრაინაში, მაშინ სებმა თავად თქვა, რომ ის უერთდება საერთაშორისო სანქციებს, მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ამერიკა. ამ კონტექსტში ვამბობ, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა არის საერთაშორისო შეიძლება ვთქვათ საზოგადოების ნაწილი, ანუ საერთაშორისო სისტემის ნაწილი და ახლა დადასტურებული ინფორმაცია ბუნებრივია ამაზე არ გვაქვს, მაგრამ თუ კი აღმოჩნდება რომ მაგალითად რომელიმე სანქციებულ პირს მომსახურა შეიძლება ამის შემდეგ რაიმე პრობლემები შეექმნათ ჩვენ ბანკებს იგივე SWIFT-ის ნაწილში და ასე შემდეგ. აქ გეკითხებოდით ბატონო შალო, ანუ როდესაც სებმა თავის დროზე თუნდაც ძველი ხელმძღვანელის პირობებში თქვა რომ მე ვუერთდები საერთაშორისო სანქციებს, იქნება ეს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი თუ ამერიკა, ანუ შემდეგ დაახლოებით 1 წლის შემდეგ მიიღეს ეს საგამონაკლისო წესი, რომელიც ამბობს, რომ ასე ვთქვათ, უნდა გადამოწყვეტოს შემდეგ ადგილ ანუ ქართულ სასამართლო სისტემაში. ანუ ამაზე არის საუბარი, ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ კი რაღაც ისეთი პრეცედენტი დაფიქსირდება კიდე ერთხელ, ხო, ამის დატოვება ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ თუ კი აღმოჩნდება ისე, რომ მაინც ემსახურება რომელიმე ქართული ბანკი, ეს სანქცირებულ ადამიანს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან ჩვენი ორი ყველაზე ცნობილი ბანკი დალისტული თითქმის ყველა ქართული ბანკის უკანაც, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ინვესტორებით განან, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ამაზე არის კითხვა. კი ბატონო, სანქციები როგორც იცით არის სხვადასხვა სახის, არის თქვათ შეიძლება სანქციები იყოს ვიზებთან დაკავშირებით, ვაჭრობასთან, სხვადასხვა საქონელთან დაკავშირებით და ფინანსური ხასიათის სანქციები. თავისთავად მართლაც ჯამდებით რაც შეიძლება
ფინანსური ან საფინანსო სისტემასთან დაკავშირებულ სანქციებს, ეს ვინაიდან ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, SWIFT-იც ახსენეთ თქვენ, აქ რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს რომ იყოს რაღაც თანამონაწილე ერთი სისტემისა, ვინაიდან საკუთარი პოზიციების კონდეს მყარი. სხვათა შორის ჩვენ უკრაინის ომის დაწყებიდან 2 დღეში თუ 3 დღეში VTB ბანკთან დაკავშირებით იცით რომ საქართველოს ისიერად მოახდინა ამ საკითხზე რეაგირება. ასე რომ ამ მხრივ ჩვენ არანაირად არ გვჭირდება ასე ვთქვათ მითითება იმაზე რომ კეთილსინდისიერად იქცეოდა ჩვენი სამართო სისტემა და შეგახსენებთ რომ მიუხედავად იმისა რომ ბრალდებები იყო მილიონი NGO-ებისგან, ოპოზიციისგან, ზოგიერთ უცხოებისგან, ერთ-ერთი ფაქტი ვერ იქნა წარმოუდგენელი რომ საქართველოს რაიმენაირად გამოიყენება სანქციების გვერდის აღებისთვის. თუმცა როცა საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეებს და ეს აჩვენა მაშინდელმა შემთხვევამ რომ აღმოჩნდა რომ ასე ვთქვათ შეიძლება დადგეს მომენტები, როდესაც სხვა იურისდიქცია და ხაზს უსვა მტკიცებულებების და სასამართლოს გარეშე, რაც არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ანუ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით, შესაძლო დარღვევით, შლის ადამიანს ფაქტობრივად იღებს სამოქალაქო ბრუნვიდან საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ რა თქმა უნდა ამას ისე ადვილად ვერ დავუშვებთ. მაშინ რაღაც სახელმწიფო და რაღაცნაირად შეიძლება არსებობს ამასთან დაკავშირებით და თითოეულ თქვენგანის ინტერესი ზუსტად ამაში უნდა იყოს. ამიტომაც ამას ეხება ზუსტად იზრდება და მნიშვნელოვანი არის რომ თუ კი რომელიმე სახელმწიფო სურს რომ საქართველოს მოქალაქეები ასე ვთქვათ წაშალოს საბანკო საფინანსო სისტემიდან კეთილი ინდებს ყველა წარმოადგენს მტკიცებულებები ხარ ეს რაღაც ელემენტარულია ხო არ შეიძლება ადამიანს ეს უბრალოდ გადაუსვა ხაზი სამართლის სასამართლოს სხვა ფუნდამენტური უფლება რომელსაც გვასწავლიან მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში და ჩვენ ცოტა იქითაც რომ ვიკითხოთ რომ კი ბატონო ჩვენთან უნდა იყოს სამართლის სასამართლო თქვენთან არ უნდა იყოს სამართლის სასამართლო როდესაც ჩვენ მოქალაქეს ეხება ეს ყველაფერი ამიტომ არის ეს მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ეს რისკები ამ ხრივას დაზღვეული არის თუმცა ხედავთ რომ მას შემდეგ არ ქონია რაკორი ექსესები კითხვა აღარ მაქვს უბრალოდ მაინც რომ რაღაც არასწორად გამოვიდეს ხალხტონი დათეთურნავას სამუშაობა ასე ვთქვათ პუნქტით შეაფასა Global Finance-მა და არა Financial Times-მა ამერიკა და მე თვითონ აქვე გავასწორებ რომ ამერიკის ხნიშნები არ იყოს ალბათ თქვენც გაიცნობოდით შეფასება ქონდა Global Finance-ის აი ეს უარყოფითად შეფასებული თავში არასწორად გამოცემოდა თქვენც რომ მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსი და თავმჯდომარე იმ ორგანოსი რომელიც არის გარკვეულწილად ზედამხედველობას უწევს ეროვნულ ბანკს ქალბატონ მათიას საქმიანობას ვაფასებ ძალიან დადებითად ზუსტად მისი ქმედებების გამო გვაქვს ჩვენ სტაბილური საფინანსო გარემო ზუსტად მისი ქმედებების გამო ვერ განხორციელდა საქართველოში ის მავნე ზეგავლენები რომლის ერთ-ერთი სამიზნეც იყო ქართული ლარი და მასზე თავდასხმაც იყო ერთ-ერთი ნაწილი იმ კამპანიისა რომელთაც ინფლაციის კამპანიისა რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა ამიტომ დიდი მადლობა პირიქით ქალბატონ მათიას და 8 ნოემბრის ბანკების დღესთან დაკავშირებით ამას მასთან დავსვე საზოგადოებასაც პირადად მოახსენე. პატარა დაზუსტება მაქვს ბატონ შალვა თქვენ ბრძანეთ ჩანაწერთან არა ვოისთან დაკავშირებით. უკაზე გაიყვა ყველაფერი. მე როგორც დავინახე ხორუხი ფერით იყო აღნიშნული დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მე ასე ვხედავ შემთხვევაში. დაზუსტება მაქვს იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ბატონო შალვა. შეგიძლიათ ქალბატონ რიმა ბერაძეს გითხოთ ვინ არიან ის ადამიანები, ვისის ხმას ისმის, მათ შორის პირველი სიუჟეტში, მას ჩვენზე კარგად და სავარაუდოდ თქვენზე კარგადაც ეცოდინება და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს სახელებიც და გვარებიც, ტელეფონის ნომრებიც და იდენტიფიცირებულია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ამიტომაც პირველი სამართლის გარკვევა ტელეფონის ჩანაწერით რაღაც ისე ამას ამიშულა. კიდევ ხო გიამართ და ქალბატონ რიმა ბერაძეს გითხეთ როგორც გავიგე მას ტელეფონის ნომრები რო გაქვთ SSI ცუდი და ქალბატონი ლომჯარია ამ პარტიიდან გამოვიდა ეს ინფორმაცია ბატონ შალვა. არა, გაქვთ კი არა ცუდი რო ასაჯავებთ ამის თქმა. ქალბატონი დავადანაშაულებთ რა ვიცი შეიძლება. თქვენგან არ ვიცი ბატონო, ქალბატონი ნინო ლომჯარის პირდაპირ ფაშისტური კამპანია აქვს ამ ადამიანების წინააღმდეგ, სიებს დებს, თითქოს ეს იყოს რაღაც დასახლეთი ხალხის სიები.
აი მას აკეთებს ადამიანის სახალხო დამცველი იყო და მედალი ჩამოკიდა ამერიკულ და ფრანგულმა ინსტიტუტებმა მედალი ჩამოკიდა ადამიანის უფლებების დარგისთვის და დგას ადამიანი და შავსიებს აქვეყნებს იმ კონტექსტში რომ ისინი იყვნენ სამიზნე სხვადასხვა ჯგუფების ვერბალური თუ სხვა სახის თავდასხმისა. და ამას რა თქმა უნდა მე ფიქრობ რომ ეს პერსონალური დაცვის ინსპექტორის კომპეტენციაში შედის სავარაუდოდ და თუ კი შედის იმედი მაქვს რომ ამაზე ექნება შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ ხომ დღეს აგერ 2 საათი გავიდა თითქმის, მაგრამ კარგ შედეგს მივახციეთ ფიქრობ ჩვენ და პირველმა რომ ყველა გავეცადეთ თურმე ეს პარტიული საქმიანობა რაც შეეხება შენი ამორჩევის ცნობას და შენი ამორჩევის მოყვანას არჩევნებში თურმე ეს ყოფილა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა პარტიული მუშაობის. თურმე ამერიკულ ორგანიზაციებს NDI-ს და IRA-ს აქვს ეს ყველაფერი თავის დროზე გადაღეჭილი და ნასწავლი ყველა ქართული პარტიისთვის. თურმე არაფერი ამაში საიდუმლოება არ არის, რაც ვითომ აღმოაჩინეთ. ერთადერთი საიდუმლოება რაც არის, ეს არის პერსონალური მონაცემები ამ ადამიანებისა და ყველას მოუწოდეთ მედიას მათ შორის ტირაჟირება არ მოახდინონ პერსონალური მონაცემების. იმიტომ რომ ნებისმიერი ექსცესი შემდეგ იქნება მათი პასუხისმგებლობა მათ შორის. პერსონალურ მონაცემებს ნუ გაასაჯერებენ, რაც შეეხება ამორჩევის მობილიზებას, ამას ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ. კიდევაც ვინაიდან ეს არის ამერიკული პრაქტიკა და ჩვენ უნდა რომ ამერიკულ სტილში იყოს ჩვენი პარტიული საქმიანობა წარმატებული. კიდევ მოგესალმებით.